შეახიეთ თითი სარკის ზედაპირზე და დააჭირეთ. სარკე არ ჩატეხილა. ეხლა კადრი განახლდება სწრაფად. სარკე იშლება, მერე წვეთს ფაზას მოლეკულების დონეზე, შემდეგ ახელდება ატომებში და ბოლოს ქმედება იწევს დროის უკიდურესობაში, სანამ რჩება მხოლოდ ერთი მარტივი კითხვა. რატომ არსებობს რამე და არა არაფერი? ეს კითხვა არ არის ემოციური ან მხოლოდ რიტორიკული. ის აფეთქებს მუშტს თქვენს ყოველდღიურ აღქმაზე და იზრის ადამიანის ბუნების ყველაზე ძირითადი თეორიული ძაფებისაკენ. პირველი ფაქტი მარტივია და მტკივნეული. ფილოსოფოს გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი თავის წერილებში ამ კითხვას განიხილავდა მე-61 საუკუნეში, ხოლო ამ დროიდან მოყოლებული 12 საუკუნის ინტელექტუალური ტრადიცია ამ კითხვაზე ფუძნდება. მაგრამ შეჩერდით. ეს ისტორიული ფაქტი მარტო არაა მოულოდნელი. მოულოდნელი არის, რომ იგივე კითხვა აბსოლუტურად განსხვავებულ ენაზე აწარმოებს თანამედროვე ფიზიკა. და აქ იწყება პირველი წინააღმდეგობა ავტორიტეტისა. როცა ცნობილი ფიზიკა და ამბიციური ფილოსოფია ერთსა და იგივე პრობლემას უყურებენ, ისინი არ იციან რაზე საუბრობენ. ან უკეთესად რომ ვთქვათ, საუბრობენ სხვადასხვა არაფერის. პირველი არაფერი არის მეტაფიზიკური არარაობა, აბსოლუტური ნულობა. წარმოიდგინეთ ჭურჭელი, რომელიც არ შეიცავს არც განზომილებებს, არც თვისებებს, არც პოტენციალს. ეს არაა უბრალოდ მოსახსნელი ნივთის კოლოფი, ეს არის თვითონ არსებობის უარყოფა. ფილოსოფოსები და მეტაფიზიკოსები ამ ცნებას ათასობით წელს განიხილავდნენ და კითხვას, რატომ არის რამე და არა არაფერი? სწორედ ამ აბსოლუტური ვაკუუმის სიახლოვიდან კითხულობდნენ. ერთი მარტივი მეტაფორა. აბსოლუტური არაფერი ეს არის ოთახი, რომელსაც არც კედლები აქვს, არც ხმაური და არც შესაძლებლობა იმისა, რომ რამე იქ მოჩდეს. მეორე არაფერი არის ფიზიკური ვაკუუმი, რომელიც ჩვენი გარკვეული ინტუიციის საწინააღმდეგოდ შეიძლება იყოს სავსე. ჰენდრიკ კაზიმირი 1958 წელს ფილიპს რისერჩ ლაბორატორიაში პროგნოზირებდა დღეს ცნობილ კაზიმირის ეფექტს. ორი ახლომდებარე მეტალის ფირფიტის შორის წარმოქმნილი წნევა ვაკუუმური კვანტური ფლუქტუაციების შედეგად იცვლება. ეს ეფექტი, რომელსაც კაზიმირის ეფექტს უწოდებენ, მათემატიკურად და შრომიომითად აიხსნება ვაკუუმის ფლუქტუაციებით. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია გაფრთხილება. ფიზიკური ვაკუუმი არ გავს მეტაფიზიკურ არარაობას. ის არის კაცმა შექმნილი თეორიული სტატუსი, რომელშიც ჩნდება ენერგია და ვირტუალური ნაწილაკები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ განზომილებით არაფერი იქ არის. მესამე არაფერი არის მათემატიკური цаრიელობა, ფორმალური ნულობა, რომელიც ენით თუ სისტემით არის განსაზღვრული. მათემატიკაში არსებობს цаრიელი წყვილი ან цаრიელი ნაკრები, რომელსაც იყენებენ თეორემის ინსტრუმენტად. ადამიანი ქმნის სისტემებს წესებით, დიდ და ეს წესები მისცემენ цаრიელობას გარკვეულ თვისებებს. ეს მათემატიკური არაფერი არის, მაგალითად, ნული თქვენს კალკულატორზე. ის მოქმედებს ფორმალურ წესებზე, მაგრამ არის გულისხმობილი ობიექტი, არა ფიზიკური არარსებობა. ახლა დაალაგეთ ეს სამივე პლასტიკა გვერდიგვერდ და დაინახავთ რთულ ხალიჩას. თუ ფიზიკოსი ამბობს, რომ ბუნება შეუძლია თავად გამოიტანა სამყარო ვაკუუმიდან, ის იყენებს სიტყვას ვაკუუმი კონკრეტული ფიზიკური მნიშვნელობით, კაზიმირის და კვანტური ფლუქტუაციების კონტექსტით. თუ ფილოსოფოსი ამბობს, რომ ასე შეიძლება ამოწუროს აბსოლუტური არაფერი, მაშინ ის იცავს მეტაფიზიკურ შენარჩუნებას, რაც მთლიანად სხვაგვარია. მათემატიკოსი კი შეიძლება კითხულობდეს რიცხვების სისტემაში შექმნილ цаრიელობებს და აცხადებს, რომ სამყაროს წარმოშობა ემთხვევა ნულიდან გამოწვეულ წესებს. მაგრამ ეს არის კატეგორიული შეცდომა. თქვენ არ შეგიძლიათ პირდაპირ გადაერთოთ მათემატიკური წესი ხსი ფიზიკურ რეალობაზე ან მეტაფიზიკურ ოფაზე, რადგან თითოეული სფერო განსხვავებულ ენასა და პირასა და პირობებს იყენებს. ეხლა მცირე სამეცნიერო იარაღი. ჰიუ გევერეტი 1957 წელს წარმოადგინა relative state ფორმულაცია, რომელიც many worlds interpretation-ის თეორიულ საფუძვლად მიიჩნევა. კვანტური უნიტარული ევოლუციის შედეგად შედეგები არ კოლაფსირდებიან, არამედ იყოფიან. ეს many worlds იდეა ამბობს, რომ კვანტური სისტემის თითოეული შესაძლო შედეგი ცალკე ხდება, შედეგად მოვლენები იღებენ განსხვავებულ ფილიალებს. ეს არის ერთგვარი ლოგიკური გამოავლენა. თუ მიყვებით უნიტარულ კანონებს, შედეგები იყოფიან. ამ ადგილას თავს ესხმის მეორე ინტუიციური რადიკალი. თუ კვანტური ევოლუცია უნიტარულია და დეკოეჰერენცია მოქმედებს როგორც გარემოსი ეფექტი, მაშინ ჩვენი გამოცდილება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი სტაბილური ბარიერიდან მომდინარე ვარიანტი. ზურეკმა 1980-იანი წლებიდან აჩვენა, რომ გარემოს ურთიერთქმედება იწვევს გარკვეული მდგომარეობების გამორჩევას, სოგენანთე pointer states, და ამით უშუალოდ ამყარებს კლასიკური მდგომარეობების წარმოჩენას. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ფილიალები არ არსებობენ. ეს გვიხსნის ტექნიკურ მიზეზს, თუ როგორ ზოგადი სუპერპოზიციები იქცევიან პრაქტიკულად კლასიკურ მდგომარეობებად ჩვენს დაკვირვებებში. მაგრამ დააცადეთ, აქ იწყება ავტორიტეტის პარადოქსი.
ბორნის წესი, რომელსაც მარტს ბორნმა შესძენინა 21 საუკუნის შუაში, შუქ თავაზობს, რომ კვანტური სისტემის სხვადასხვა შედეგებს უკავშირდება ალბათობები, რომლებიც გამოითვლება ტალღის ფუნქციის კვადრატით. ევერეტის მენი ველდზმა ახალი კუთხე შემოიტანა, მაგრამ ბორნის წესის ავტორიტეტი რჩება როგორც კითხვით ახსავსე ბარიერი, როგორ განისაზღვრება ალბათობები, თუ ყველა შედეგი რეალიზდება. ბევრმა მკვლევარმა მიუთითა, რომ დეკოეჰერენცია აკეთებს მოვლენების გაფანტვას და ქმნის კლასიკურ დინამიკას, მაგრამ ის არ წარმოქმნის ბორნის წესის გამოცხადებულ სტატისტიკურ საფუძველს ავტომატურად. დევიდ დიუიჩი და დევიდ უალესი და სხვები მიუთითებენ გადაწყვეტილების თათეორიულ არგუმენტებზე, მაგრამ საბოლოო კონსენსუსი ამ საკითხზე არ არის მიღწეული. დღეისათვის გვაქვს ექსპერიმენტები, რომლებიც მიუთითებენ, რომ კვანტური სუპერპოზიცია შეიძლება იყოს რეალისტურად ახლოს მაკროსკულურ ობიექტებზეც. მარკუს არნტი და მისი კოლეგები ვენის ჯგუფში წარმოაჩინეს, რომ მსხვილი მოლეკულებიც აჩვენებენ ინტერფერენციას. სხვა ექსპერიმენტები დიდი ნაწილაკებისა და სუპერკონტექსტური მოწყობილობების სფეროში გვაძლევს მოთხოვნებსა და გასაჯაროებებს. ეს აძლიერებს იმ იდეას, რომ კვანტური წარმონაქმნები არ არის მხოლოდ რამდენიმე ნანოინტეგრირებული ნაწილაკისთვის. დეკოეჰერენცია აჩენს ფაქტორს, რომელიც ქმნის ჩვენთვის ცნობილ კლასიკურ პრაქტიკას, თუმცა ეს არ ცვლის მეტაფიზიკურ არარაობის დახასიათებას. დღეს როცა ამბობთ, რომ სხვა შენახლა ცხოვრობს სხვა სამყაროში, ხშირად იგულისხმება ის, რომ კვანტური განშტოების მიხედვით რაღაცა ვარიაციები შენ შესახებ უკვე რეალიზებულია. ეს თეზა მოდის პირდაპირი დასკვნებიდან ევერეტის ფორმულაციიდან. თუ შემთხვევითი პროცესები ქმნიან სხვადასხვა რეალიზაციებს, თითოეულ მათგანზე ვითარდება შენი გზა. აქ შემოდის პიროვნების იდენტობის პრობლემა, რომელსაც ფილოსოფიური ტრადიცია დიდი ყურადღებით განიხილავს. დევიდ პარფიტი მაგალითად ამბობდა, რომ იდენტობა შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ერთიან, არ შედადებულ სუბიექტს და შეიძლება განიხილონ როგორც კონტექსტუალური კონსტრუქცია. თუ თითოეული გადაწყვეტილება წარმოქმნის ახალ ფილიალს, ჩვენი საყვარელი გაგება იმისა, რომ მე არის თანმიმდევრული ერთი მხარე, სურვილს შეიცვლება. მაგრამ აკი იგივე შეცდომა, რომელსაც მრავალი პუბლიცისტი აწყდება, არის დონეების ერთმანურ არასწორად შერევა. თუ თქვენ კრიტიკულად ამბობთ, ფიზიკა ამბობს, რომ არაფერი არის და ამისგან ყველაფერი წარმოიშვა, მაშინ თქვენ აყენებთ ფიზიკურ ვაკუუმს მეტაფიზიკურ არარაობას. ეს არის კატეგორიულად არასწორი. ფიზიკური ვაკუუმი არის სპეციფიკური, გაზომადი თეორია, რომელიც მოითხოვს საფუძვლიან ექსპერიმენტალურ სანდოობას. ლაბორატორიული აღმოჩენები, როგორიცაა კაზიმირის ეფექტი და ბელ ტესტები, რომლის ექსპერიმენტულ სამუშაოშიც ალენ ასპექტმა ვიზნამნე მიიღო მონაწილეობა პარიზში. აჩვენებენ კვანტური კორელაციების აკრძალულ ბუნებას. ამით არ ვამბობთ, რომ მეტაფიზიკური არგუმენტი ავტომატურად იღებს კვანტურ პასუხს. ეს არის სრულიად განსხვავებული კითხვა. ასევე, მათემატიკური არაფერი არ არის ფიზიკური არაფერი. როდესაც მათემატიკოსი ამბობს, რომ ცარიელი ნაკრები არის 0, ის მიმართავს სისტემას, რომელსაც წინასწარ ადგენს. ეს არის ენა, რომლის წესებიც თვითონ მეცნიერებმა განსაზღვრეს. ამის მიხედვა აუცილებელია, რადგან როცა ადამიანები ამბობენ, რომ ყველაფერი შეიძლება დაწერილიყო 0-დან, ისინი ხშირად ახვევენ ფორმალურ რეფლექსს რეალურ მიზეზად. ამიტომ თუ შეეცდებით შერიოთ ეს სამივე არაფერი ერთ მომენტში, მიიღებთ ლოგიკურ არასერიოზულობას, რომელსაც ზოგიერთი პოპულისტური განმარტება გთავაზობთ. ანალოგიურად, როცა ვინმე აცხადებს, რომ კვანტუმი ქმნის ახალ სამყაროს და ამით ამტკიცებს, რომ არსებობა წარმოიშვა არაფრიდან, ის მოითხოვს მეტაფიზიკურ პასუხს, რომელიც ფიზიკაზე არ არის დამოკიდებული. ეს არის გაილებული არგუმენტი, რომელსაც არ უნდა აყოლოთ. დაკვირვების კიდევ ერთი მხარე არის სტატუს კვო ავტორიტეტის მნიშვნელობა. დადგინებულია, რომ მხოლოდ ძალიან ფრთხილი ფორმულაცია შეიძლება დააკავშიროს კვანტური თეორია მეტაფიზიკურ დასკვნებთან. მაგალითად, მაქს ბორნმა შექმნა სტატისტიკური ინტერპრეტაცია, რომელიც მრავალი თაობის ფიზიკოსებმა გამოიყენეს. მაგრამ ბორნის ინტერპრეტაცია არ არის ერთადერთი შესაძლებლობა. მენი ვორდზის მიმდევრები ამბობენ, რომ ბორნის შედეგები შეიძლება გამოივლინონ დეკოეჰერენციისა და გადაწყვეტილების თეორიული არგუმენტებით, როგორც დევიდ დიუიჩმა და სხვებმა დაუსახეს. სხვა ფიზიკოსები და ფილოსოფოსები ამ კონცეფციებს არასრულყოფილებად მიიჩნევენ. ჩვენი მიზანი ამ ნაწილში არ არის იმ ინტერპრეტაციების დამტკიცება ან დაცემა. ჩვენი მიზანი არის მკაფიოდ გამოხოს, რაზე ვსაუბრობთ, როცა შეახცერთ არც არაფერზე და არაფერს. რაფერს. თუ არ განასხვავებთ მეტაფიზიკურ, ფიზიკურ და მათემატიკურ არაფერს, თქვენ არ დაკარგავთ მხოლოდ თეორიულ სიფრთხილეს. თქვენ შეიქმნით ცბიერ აპელაციას, რომელიც შემდგომში გამოიყენება როგორც დრამატული სათქმელი, მაგრამ არ ემყარება საზომად შედგენილ არგუმენტებს. ახლა მივიდეთ იმ კრიტიკულ მომენტამდე, სადაც პირველი ინტუიცია ირღვევა და კითხვა მტკიცედ ეკიდება თქვენს შიგნით. ანალოგიურად სარკეში, რომელსაც პირველი წამით შეეხეთ, კიდევ ერთი სარკე შეიძლება იყოს უკანა მხარეს, ცოცხალი დუბლიკატი. მაგრამ გაჩერდით.
თუ სხვა თქვენის არსებობის იდეა ბიბლიოთეკის ყველა წიგნის მსგავსია, თუ თითოეული გადაწყვეტილება წარმოქმნის ახალ ჩანაწერს, მაშინ ვინ არის ის, ვინც ამ წიგნებს კითხულობს? ეს კითხვა არ დახურულა. ეს რჩება გახსნილი ბუხრით, რომელიც მოგიწოდებთ გაგრძელებისკენ. ამიტომ კითხველო, თუ სხვა შენ ახლა ცხოვრობს სხვა სამყაროში, ვინ ხარ სინამდვილეში შენ? შეწარმოიდგინე ოთახი, საიდანაც ყველანაირი ხმის და ობიექტის გამორთვა მოხერხდა. სრული სიმყუდროვე. ახლა ამ ოთახში ჩამოჯექი და თვალები დახუჯე. თქვენ გონიათ, რომ არანაირი რაღაც არ არის, მაგრამ აქვე ამ ქვეცნობიერ ძლიერ სიჩუმეში ფიზიკოსთა ენა სხვა სიტყვას ამბობს. აქ არის ველი, ქსელი, რომელშიც თუნდაც ყველაზე ნაზი ფარდობის მცირე რქევებიც კი სინათლის მაგვარი შედეგებით იშლება. ეს არის ჩვენი პირველი რგოლი. იქ, სადაც წარმოჩნდება ყველაზე ფორმალური ობიექტურობა, იწყება კანონის ზღვარი. იქაც კი, სადაც ჩვენ ვამბობთ, არც არაფერი. არაფერი. ფიზიკოსი ჯონ ბელი და სხვები გვაფრთხილებდნენ, რომ ფიზიკურ ვაკუუმს ნუ მოეპყარით როგორც ბარი ან საბოლოო სიცარიელე. ვაკუუმი არის მდგომარეობა ველების, არა ნივთების. ეს არის მატრიცა, რომელშიც განსხვავებული ველი, ელექტრომაგნიტური და სხვა უზრუნველყოფს საინფორმაციო დონეს. თუ წარმოადგენთ წყლის ზედაპირს, ეს ზედაპირია. იქ თეთრი ტალღები და ცვალებადობაა და სწორედ ამ ზედაპირის ძალიან პატარა რხევებიც კი შეიძლება გადაიზარდოს სინათლისა და ნაწილაკების ფორმებში. ასეთი არის ვაკუუმის ერთი მარტივი მეტაფორა, ზედაპირი, არა ღრმა აუზი. მაგრამ ახლა ყველაფერი, რასაც გრძნობთ, უნდა გავამყაროთ მტკიცებულებაში. კაზიმირის ეფექტი უკვე ზემოთ იქნა ახსნილი. მოკლედ, ვაკუუმური ველები არ არის სრულიად ნული. მათ აქვთ ნულოვანი წერტილის ენერგია და ეს შეიძლება გამოიხატოს ორი ახლომდებარე მეტალის ფირფიტის შორის გაჩენილ ძალად, რომელიც ლაბორატორიულად გაზომადია. ეს არ არის თეორიული თამაში. ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ ეფექტი რეალური და გაზომადია და აქვე მხისიერი დართმა. ლაბორატორიაში ეს ეფექტი შესამჩნევია. მრავალი ჯგუფის მუშაობამ, რომლებიც გამოიყენებდნენ გადამწყვეტ ხელსაწყოებს, აჩვენა კაზიმირის ძალის არსებობა. მათ ეს ზომეს და დააფიქსირეს, რომ ვაკუუმი არ არის ფილოსოფიური აბსტრაქცია, ის იძლევა მექანიკურ გავლენებს. კიდევ ერთი ნაბიჯი. თანამედროვე ტექნიკა, მსხვილი მოლების ხვილი მოლეკულების ინტერფერენციები, კრიო-ოპტომექანიკური მოწყობილობები. გვიჩვენებს, რომ ნულოვანი წერტილის რყევები შეიძლება იქცეს პრაქტიკული ეფექტების წყაროდ. ეხლა გავაჩეროთ ეს და მკითხველს შევხვდეთ პირდაპირ. წარმოგიდგენიათ, რომ თქვენი ოთახი სრულიად ცარიელია. შტა, შეეწინააღმდეგეთ მას. ეს არის ჩვენი ინტელექტუალური გამოწვევა. ვაკუუმი სულაც არაა არარაობა. ის არის აქტიური საინფორმაციო საფუძველი. აქ იბადება პირველი დიდი პრობლემა. ჩვენი ფიზიკური თეორიის საზღვრები. ჯერჯერობით რით ნაში კანონები აღწერენ რხევების გარკვეულ ასპექტებს, მაგრამ არა მათი მეტაფიზიკური წარმოშობის მიზეზებს. ეს საზღვარია, სადაც მოდელის გამოყენების ლიმიტი იწყება და აქ იწყება ძირითადი თეზისი. ვაკუუმი, როგორც ველის მდგომარეობა, ანიჭებს ჩვენს სამყაროს ფუნდამენტურ ხასიათს. მეორე დონე, ტექნიკური, მაგრამ საჭირო მანევრი. რაც დიდხანს მიმოხსენებდა ჩვენი ინტუიცია, არის ვირტუალური ნაწილაკების მეტაფორა. ეს მეტაფორა იყენებს იდეას, რომ ვაკუუმის რყევები შესაძლოა წარმოქმნას დროებითი იქოქნებები, სხვილები ნაწილაკისა და ანტირატაკის, რომლებიც მოკლედ ჩნდება და ქრებიან. ეს იძლევა გარეგნობას, რომ ვაკუუმი ამოყოფს ნაწილაკებს, მაგრამ ფრთხილად. ვირტუალური ნაწილაკები არ არის ნამდვილი, დამოუკიდებლად გაზომადი მკვიდრები. ისინი არის გამოთვლითი ინსტრუმენტი, რომელმაც ფიზიკოსებს ეხმარება შეფასებაში, თუ როგორ ურთიერთქმედებს ველი. და სწორედ აქ დგება კონტრთეზისი. დეკოეჰერენცია. გარემოსი ეფექტი, რომელიც ასუსტებს კვანტურ კავშირებს და ამით ქმნის ილუზიას, რომ ვაკუუმიდან წარმოქმნილი სხვა შენები სხვაგან ცხოვრობენ. ვოიჩეხ ზურეკი მნიშვნელოვან ნაშრომებს აქვეყნებდა დეკოეჰერენციის შესახებ 1980-დან 1990-მდე წლებში. მრავალი მისი კვლევა დაკავშირებულია ლოს ალამოს ნეშნალ ლაბორატორიასთან, სადაც მან დეტალურად დახასიათა გარემოს როლი სუპერპოზიციების გამორჩევასა და ფაზის შეწყვეტაში. მისი იდეა ნათელია. გარემოში თანთქავს ფაზას, pointer states, გამოირჩევა როგორც სტაბილური, და ჩვენ ხედავთ მხოლოდ ამ სტაბილურ მდგომარეობებს. თუმცა დეკოეჰერენცია არ იძლევა ბორნის წესის სტატისტიკურ საფუძველს. ეს არ არის ჯადოსნური მექანიზმი, რომელიც გარდაქმნის ყველა შესაძლო გამოსავალს შესაბამისი ალბათობებით, ან გვაძლევს სუბიექტურ განცდებზე არსებული განაწილების პირდაპირ ახსნას. სწორედ აქ ხვდებით საყურადღებო ფილოსოფიურ და თეორიულ ხრელს. მიუხედავად იმისა, რომ დეკოეჰერენცია ახსნის კლასიკურობასა და სტაბილურობას, ის არ პასუხობს იმას, რატომ ჩვენ გრძნობებთ კონკრეტულ თანმიმდევრულ ინდივიდუალობას მრავალი ბრანჩიდან. ახლა მეორე ჰუკი, მოკლე ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი. წარმოიდგინეთ, თქვენ და მეგობარი ყიდულობთ მონეტას.
ფიქრობთ, შედეგი ერთი ან მეორე იქნება. მენიუელს ხედვით უკანა მომენტში ორივე შედეგი რეალიზდება და თქვენ აგრძელებთ არსებობას ორივე ბრანჩში. მაგრამ როგორ განაწილდება სუბიექტური ალბათობა მაშინ, როცა ყველა ბრანჩი რეალურია? დევიდ დიუიჩი და დევიდ უალესი წინადადებად მოიხმობდნენ გადაწყვეტილების თეორიას ამ პრობლემის დასადგენად, მაგრამ ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს მიდგომები ჯერ არ არის საბოლოო. საბოლოო და ისევ ლაბორატორია. ექსპერიმენტები, რომლებიც ვაკუუმის ნულოვან ენერგიას და კაზიმირის ეფექტს იკვლევენ, აჩვენებენ, რომ კაზიმირის ძალები ნანომეტრულ მანძილებზე მნიშვნელოვანი ხდება. ეს არ გვაძლევს პირდაპირ პასუხს იმაზე, აქვს თუ არა ვაკუუმს რეალური ენერგია, რომელიც შეიძლება გაანადგუროს და ხელახლა შეიქმნას, მაგრამ ეს ცხადია. ვაკუუმის რყევები, როგორც კაზიმირის ძალა, ბიზინამენტია რეალური და გაზომადი ფენომენების. ეს გვაიძულებს, რომ თეორიული მოდელები განვასაჯოთ და არ მივცეთ მათ მეტაფიზიკური ინტერპრეტაციები, სადაც ამას არ აქვს საფუძველი. ახლა რამე უფრო ფართო და პროვოკაციული. ნულოვანი ჯამური ენერგიის იდეა. ეს იდეა ამბობს, რომ მთელი ჩვენი სამყარო შეიძლება ქონდეს ჯამური ენერგია ნული, დადებითი მასობრივი ენერგია ბალანსდება გრავიტაციული პოტენციური ენერგიის ნეგატიური წილით. ზოგიერთი ავტორი ამ იდეას განიხილავს როგორც გზას, თუ როგორ შეიძლება სამყარომ შეიქმნას ვაკუუმური ფლუქტუაციით. ეს მიმზიდველი იდეაა, მაგრამ მას თან ახლავს ტექნიკური და კონცეპტუალური შეზღუდვები. ზოგან სივრცე-დროში, სარცე-დროში საერთო ენერგიის კონსერვაცია გლობალურად არ არის კარგად განსაზღვრული და ზოგადი სიდიდეების გამოყენება ამ კონტექსტში სიფრთხილს მოითხოვს. პირველ რიგში ალბერტ აინშტაინის ზოგადი რელატივისტიკა გვიჩვენებს, რომ ენერგიის გლობალური განსაზღვრა დაკავშირებულია სიმეტრიებთან, მაგალითად დროის სიჩქარის არსებობასთან. ამიტომ ჯამური ნულოვანი ენერგია შეიძლება იყოს ბუნდოვანი ცნება, თუ არ ვუთითებთ კონტექსტს და მეთოდს, როგორ ამოვიღოთ ეს ჯამი. და მეორეს მხრივ, ნული ენერგიის არგუმენტი არ გვპასუხობს, რატომ კონკრეტულად ამ სახის კოსმოსი. ის მხოლოდ წარმოადგენს ერთ შესაძლო გზას, მაგრამ არ ბადებს დეტალურ ახსნას ნახსენები სამყაროს თვისებების შესახებ. ასევე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ კაზიმირის ეფექტი და სხვა ზეგავლენები გვიჩვენებენ ვაკუუმის აქტიურობას, ისინი არ იძლევიან ბორნის წესის ტიპის საფუძველს თუ პირადი იდენტობის არსი მრავალბრანჩოვან სამყაროში. დეკოეჰერენცია გვიჩვენებს, როგორ გვეჩვენება კლას-სტაბილური მდგომარეობა კლასის სტაბილური მდგომარეობა, მაგრამ ის არ გვაფიქრებინებს, რატომ ჩვენ ვგზნობთ კონკრეტულ გამოცდილებას ამ ერთ-ერთი ბრანჩის მიმართ. ეს არის მთავარი შეზღუდვა. თეორია აღწერს მოვლენებს, მაგრამ არ აგვარებს ზოგიერთ ფილოსოფიურ თუ სუბიექტურ კითხვას. ეხლა ჩვენ გვგავართ ამ სამი ნაწილის შემკვიდრებულ ტერიტორიაზე. ვაკუუმი როგორც ველი, კაზიმირის ეფექტი როგორც მიკროსკოპული გაზომადი დასტური, ნულოვანი ჯამური ენერგია როგორც თამამი, მაგრამ არასრულად განსაზღვრული იდეა კოსმოგენეზის შესახებ. თუ თეზისი იყო ფუნდამენტი და კონტრთეზისი, თეორიული და ექსპერიმენტული შეზღუდვები, ახლა დროა შევქმნათ სამუშაო სინთეზი. სინთეზი არ ნიშნავს საბოლოო პასუხს. სინთეზი ნიშნავს პრაქტიკულ ჩარჩოს, რომელიც მდგრადი იქნება კონტრასტში და გამოყენებადი მომავალი შეკითხვებისთვის. ეს მდგომარეობა უნდა აღვიქვათ ისე. ვაკუუმი არასოდეს არის არაფერი, არამედ ფიზიკური რეალობის პროტოკოლი. ვაკუუმი არის ველის მდგომარეობა, სადაც ნულოვანი წერტილის ხევები რჩება აქტიური. კაზიმირის ეფექტი არის მოქმედების ექსპერიმენტული მეხსიერება. ის გვაძლევს საშუალებას დავამტკიცოთ ვაკუუმის არაბინიერი კლასი. და ნულოვანი ჯამური ენერგიის იდეა გვთავაზობს ინტუიციას სამყაროს წარმოშობის შესახებ, თუმცა მასთან ერთად მოდის ფუნდამენტური შეზღუდვები, როგორც ზოგადი რელატივიზმის, ისე კვანტური თეორიის თვალსაზრისით. ამ გრამატიკულ შერწყმაში მთავარი მიდგომა უნდა იყოს გონივრული სკეპტიკური ოპტიმიზმი. გამოიყენეთ მოდელები იქამდე, სანამ ისინი მოგცემენ მნიშვნელოვან პროგნოზებს, მაგრამ მოგერიდეთ მათ მეტაფიზიკურ კონკლუზიებად გადაქცევას. თუ ვაკუუმი არის ველი, მაშინ სხვა შენის არსებობა იქ არ არის ეგზოტიკურად დადასტურებადი მხოლოდ ვაკუუმის არსებობით. საჭიროა, რომ ჩვენი თეორიები და ექსპერიმენტები დაასაბუთონ, როგორ ფარავს ეგზისტენცია სტატისტიკურ და მონაცემურ დონეზე. ერთი მარტივი გამოსავალი არ არსებობს. და აქ თქვენ მაყურებელო მიიღებთ შეკითხვას. თუ ერთი მხრივ ვაკუუმის რხევები უზრუნველყოფენ ყოფას, ხოლო მეორე მხრივ ზოგადი იდეა ამბობს, რომ ყველაფერი შეიძლება იყოს ნული, რა ტიპის და რა ხარისხის ემპირიკური და კონცეპტუალური საზღვრებია საჭირო იმისათვის, რომ დავაყენოთ ხაზი რაღაცისა და არაფრის შორის. ეს კითხვა გიწურთნის ფიქრს და მოგიწოდებთ მეორე ნაწილისკენ. იქ ჩვენ განვიხილავთ, როგორ ეს უთავბოლო განხეთქილობა უკავშირდება ინფორმაციის შენებასა და მსახიობის პიროვნულ განცდებს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ამ წუთირზე თითს უჭერთ თავს და ხედავთ სინათლის წერტილს ტელეფონის ეკრანზე. ეს წერტილი იმდენად ბრწყინვალეა, რამდენადაც თქვენი პასუხი.
იმიტომ რომ რამდენიმე ათეული მილიწამის წინ სამყაროში მოხდა რაღაც, რაც ამ პატარა ლურჯი დისპლეის ფოტონამდე მიგვიყვანა. ახლა გამოდით ამ ბრწყინვალე წერტილიდან და შეაფარეთ თვალები. ჩვეულებრივი ყოველდღიური ზომა ერთ წამში გადაიზრდება სიმყუდროვე, შემდეგ სივრცეებად, შემდეგ სამყაროთ. ამ მარტივი გადაადგილებაში არის ჩვენი მეთოდი. მიყვებით მიკროსკოპულ მოძრაობას და იქიდან ვიხედებით კოსმოსურ საწყისზე. ეს არის სკალების პარადოქსი, რასაც თქვენ ეხებით ახლა, შეიძლება გქონდეს პირდაპირი კავშირი იმ მოვლენასთან, რომელიც განსაზღვრავს სამყაროს დიდებულ პირველ წამს. და აქვე ჩნდება კითხვა. როგორ აღწერს კლასიკური კოსმოლოგია ამის დაწყებას და რატომ არ ყოფნის ის ამ ახსნისათვის? კლასიკური კოსმოლოგია დაბადების პრობლემას ასეც არ მოგვიდგეს. ზოგადი ურთიერთგავლის თეორია აღწერს სივრცესა და დროს როგორც უწყვეტ გეომეტრიას, სადაც მატერია ამარაგებს გეომეტრიას და გეომეტრია განსაზღვრავს მატერიას. ეს იყო დიდი შეღწევა. 20-მე კამპეინში ალბერტ აინშტაინისა და სხვათა მუშაობით სივრცე გახდა დინამიური, მაგრამ მარტო ეს არ იძლევა ადეკვატურ პასუხს სათავეებზე. ამიტომ მეცნიერთა ჯგუფებმა დაიწყეს იმის კვლევა, როგორ შეიძლება ახალი სამყაროს დაწყება მოხდეს. ფიზიკოსი ალან გუთი 1991 წელს წარმოადგინა იდეა სახელად ინფლაცია. ინფლაცია არის უეცარი, ექსპონენციალური გამაახალგაზრდავება, სივრცის სწრაფი ზრდა, რომელიც მოაგვარებს ჰორიზონტისა და გამყიდველობის პრობლემებს და გვაძლევს მექანიზმს, როგორ ჩნდება ახლომხედველი ერთგვაროვანი სამყარო. მაგრამ ინფლაციამ განსაცვიფრებელი შედეგი გააჩინა. თუ პროცესი არის მარადიული, მაშინ ზრდის ასეთი თვისება ნიშნავს, რომ ყველა შესაძლო ჯიბე უნივერსია გარკვეულ სიხშირეზე იქნება. და აქ იწყება საინტერესო პარადოქსი. თუ არსებობს უსასრულო ჯიბეების ნაკრები, როგორ ავწეროთ შინაარსობრივი დასაწყისი? შეიძლება თუ არა, რომ ამ პლატფორმაში არსებობს სხვა თქვენი, სხვა ტოტი, რომელზეც ოდნავ განსხვავებული ფიზიკა მოქმედებს. ამ მოცემულობით ჩვენ ვაცხდებით ორ ძირითად საკითხს კლასიკური კოსმოლოგიისთვის. პირველი, კლასიკური თეორიები, როგორიც არის ზოგადი ურთიერთგავლის თეორია, გვაძლევს გაუთვალისწინებლად უსასრულო ტერმინებს. უკან დაბრუნება ხშირად მიემართება სინგულარებამდე, სადაც კანონები იკარგება. მეორე, გარკვეული პროცესები, მაგალითად ინფლაცია, ქმნიან არა მხოლოდ ერთოს, არამედ მრავალფეროვან, ხშირად უზარმაზარ მრავალკალიბობას. აქ მნიშვნელოვანი კითხვაა, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს მრავალფეროვნება სრულად განისაზღვროს კლასიკური თეორიის ფარგლებში, თუ საჭიროა ახალი კვანტური ხედვა. ეხლა მივიდეთ უფრო მკაფიო დასკვნამდე. კითხვა ისტორიულად ასე დადგა. არის თუ არა ჩვენი თეორიული ჩარჩოები საკმარისი იმისთვის, რომ უთხრას, როგორ იწყება რამე? პასუხი მარტივი არაა. კლასიკა კარგად ახდენს დიდებულს და რბილს, მაგრამ როცა საქმე ეხება, როგორ იყო ყველაფერი ერთი წამით ადრე, მაშინ სამუშაოები იჭედება. და აქ ჩნდება თეორემა, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც BGV. ეს არის სამი სახელის შეკრება. არვინდ ბორდეს, ალან ჰ. გუთის და ალექს ვილენკინის. BGV თეორემა ამბობს რამეებს მოკლედ და სწრაფად. თუ თქვენი სამყარო განაგებს ზრდას უკან მიმართულებით, ანუ საშუალო გაფართოება არის დადებითი, მაშინ დროითი უკუსვლა არ შეიძლება იყოს უსასრულო. თეორემის გულისჩიქთაგან იმას მხარდაჭერა არის მარტივი. დიდ ხანს უკან ვერ წავალთ, რაღაც შეჩერებულია. მაგრამ ცხადი უნდა იყოს, რა BGV არ ამბობს. ის არ აცხადებს, რომ იქაა კლასიკური სინგულარობა ისეთი გაგებით, ან რომ არსებობს განუმეორებელი მომენტი, რომელსაც უბრალოდ უწოდებთ თავდაპირველ წერტილს. BGV არ ეხება კვანტურ გრავიტაციას ან იმას, თუ როგორ იქცევა სივრცე-დრო, როდესაც ზომები შეძლებს და კვანტური ეფექტები მართავენ. ეს თეორემა გეომეტრიულია. ის გვიჩვენებს პირობებს, რომლითაც უკან შეუცდომლად ვერ გაივლი, მაგრამ არ გადაწყვეტს, რა ფიზიკა იქნება საჭირო ამ საზღვრების გადალახვისთვის. ვიმეოროთ. BGV გვიჩვენებს, რომ ზოგი ინფლაციური სცენარები, თუ მათში მატერია და გაფართოება თანმიმდევრულად იზრდება ვერ იქნებიან უსასრულო უკან. ეს ვარი არაბრუნებს პასუხს კითხვაზე, რა არის მის მიღმა. ის უბრალოდ მიუთითებს, რომ საჭირო იქნება ახალი თეორიული განვითარება. ამას დავტოვებთ, როგორც გადამწყვეტ წერტილს. ჩვენ ვსწავლობთ, რომ კლასიკური განზომილებები, ის რასაც ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ რიცხვებით და გეომეტრიით, იცავენ საზღვრებს, მაგრამ არ გვაძლევს პასუხს იქ, სადაც ეს საზღვრები იშლებიან. სწორედ აქ იწყება შემდეგი საფეხური. უნდა გავარკვიოთ, სად და როდის კლასიკური აღწერა კარგავს ძალას. კლასიკური თეორია ძლიერია, როცა სივრცე-დრო რბილია და ენერგიები ზომიერია. ასეთ პირობებში მისი პროგნოზები საიმედოა. მაგრამ, როგორც კი იწყება პროცესები, რომლებშიც მცირე კვანტური ფლუქტუაციები ურთიერთქმედებენ დიდი ენერგიების სფეროებთან, მდგომარეობა იცვლება. აქ საჭიროა კვანტური შეხედულების შემოტანა. შეკითხვა არის, როდის ხდება გარდამტეხი მომენტი? ამასთან ერთად საჭიროა ორი ხაზის დამთხევა.
ერთი კოსმოლოგიური, მეორე კვანტურ-თეორიული. კოსმოლოგიურად ინფლაციური რეჟიმი ხშირად მიიყვანს ექსტრემალურ ენერგიებს, ველების ღირებულებებისკენ, რომლებიც მიუახლოვდება პლანკურ მასშტაბებს. კვანტურ-თეორიული თვალსაზრისით კი პლანკის მასშტაბი არის ის საზღვრია, სადაც უნდა აღვიაროთ. მარტო კლასი ვერ გეტყვით რა ხდება. მაგალითად, ინფლაციის დროს ვაკუუმური რხევები ფართოვდება და ივსებს სივრცეებს, რომლებიც კლონურად ქმნიან სხვადასხვა რეგიონებს. ადგილობრივად ეს ნიშნავს, რომ კლასიკური გამოთვლები შესაძლოა არ იყოს საკმარისი. ჩვენი ინტუიცია, რომ დრო შეიძლება უკან უსასრულოდ გაგრძელდეს, სწორედ აქ იშლება. ტექნიკურად, როცა ენერგია მიუახლოვდება პლანკურ ნიშნულებს, სივრცე დრო შესაძლოა გახდეს არასტაბილური და საჭიროა კვანტური გეომეტრიის ჩართვა. ამ პუნქტში კლასიკური პარამეტრები კარგავენ მკაფიო ფიზიკურ მნიშვნელობას. პრობლემა არის ის, რომ ჩვენს ხელთ არსებულ თეორიებს არ აღმოაჩნდათ საბოლოო მექანიზმი, იმისთვის თუ როგორ დავაკავშიროთ ვაკუუმური ფლუქტუაციები კვანტიზებულ სივრცე-დროის ოპერაციებთან. კიდევ უფრო დიდ პრობლემას ქმნის ალბათობების მისაცემი მექანიკა. ინსტრუმენტები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ ალბათობების ასათვლელად, ხდება ბუნდოვანი, როცა სივრცის ზომები და დრო ერთმანეთს ურევენ. ბორნის წესი, რომელიც კვანტურებში ზომების ალბათობებს აძლევს ფორმულას, იძენს კლასიკურ ინტერპრეტაციას, მაგრამ ინფლაციური მულტივერსალური სცენარებით მისი გამოყენება იწვევს კითხვებს. როგორ ვაჩვენოთ, რომ თქვენი ექსპერიენსი არის S1 და არა უსაზღვრო კომბინაციების რეზულტატი? აქვე დგება პრაქტიკული შეკითხვა. რამდენად შეგვიძლია გამოვიყვანოთ შეზღუდვები, რომლებიც კლასიკურად ბოჭავენ პასუხებს და გვეხმარება პირდაპირი ექსპერიმენტული ან ობზერვაციული ნიშნების ძებნაში. ამისათვის კოსმოლოგია უნდა შეეგუოს კვანტურ გრავიტაციას. პოტენციურ დანცავ ნიშნებს, როგორიცაა კოსმიკური მიკროტალღური ანომალიები ან ბუშტური შეჯახებების კვალი, შეიძლება ჰქონდეთ მნიშვნელოვანი როლი. მაგალითად, ჯგუფები უკვე ეძებენ ხელმძღვანელ მითითებებს კოსმიკური მიკროფონის მონაცემებში. ზოგი ანგარიშები მიუთითებენ იმაზე, რომ გარკვეული ფენები შეიძლება შეესაბამებოდეს დიდი ბუშტების შეჯახებებს, მაგრამ ეს მტკიცებულებები გამჭვირვალე არაა. ისინი ნაზავენ კონკრეტულ მიგნებებს და ღია ინტერპრეტაციებს. ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ გადამწყვეტი შეკითხვა რჩება. თუ კლასიკური თეორია გვეუბნება, რომ უკან დაბრუნება შეჩერებულია და BGV თეორემა ამოწმებს ამ საზღვრებს, რატომ მაინც უნდა ვიფიქროთ, რომ არსებობს სხვა შენ, სხვა სამყაროში? იმიტომ, რომ კლასიკური საზღვრები არ გვეუბნებიან რა ხდება იქ. ისინი უბრალოდ მიუთითებენ, რომ საჭიროა კვანტური ახსნა. ამ არგუმენტით ვდგავართ ასეთ მნიშვნელოვან დასკვნამდე. აღწერილობა უნდა შეიცვალოს იქ, სადაც პატარა კვანტური დეტალები იწყებენ მსვლელობის განსაზღვრას. ეს არის ის, რისი დანახვაც გვინდა. კვანტური ვაკუუმური რხევები მოაქვს დიდ პარამეტრებს მნიშვნელობას და მთელი სამყაროს ევოლუცია საჭიროებს ახალ ინტერპრეტაციულ ხელსაწყოებს. მაგალითად, many worlds ინტერპრეტაცია გვაფიქრებს კვანტური სისტემების უნიტარულ ევოლუციაზე. იდეა, რომ ყოველი შესაძლო შედეგი ფიზიკურად რეალური და თანაარსებობს განსხვავებულ ბრანჩებად, კარგად მუშაობს მიკროსკოპულად. დეკოეჰერენცია, ვოჩჩეხ ზურეკის და სხვა ავტორთა მუშაობით, აჩვენებს, როგორ გარემო არჩევს პოინტერულ მდგომარეობებს და ადგენს კლასიკურ ილუზიას. მაგრამ ეს არ პასუხობს პირდაპირ იმ საზღვრებს, რომელზეც BGV საუბრობს. ბატარეის ფუნდამენტი აქ არის შემდეგი. კლასიკური აღწერები კარგად მუშაობს იქ, სადაც სივრცე დრო რბილია და ეფექტები კონტროლირებადია. მაგრამ თუ სცენარები ქმნიან მარადიულ ინფლაციას ან უზარმაზარ მრავალფეროვნებას, კლასი უბრალოდ ამბობს. აქ დაიკეტა შენი რუკა. ეს არ არის წყვეტა, ეს არის მოწოდება. განვავითაროთ ენა, სადაც კვანტური სივრცე დრო იქნება მთავარი ახლა და არა მხოლოდ მეორე ხარისხოვანი ჩართვა. და ბოლოს მიზანი ამ ნაწილში არ არის მოგცეთ საბოლოო გამომავალი. ჩვენ დავაყენეთ ორი მნიშვნელოვანი საზღვარი. რა შეუძლია კლასიკურ აღწერას და რა მასაბს უკიდურესად გაურკვეველი. მთავარი კითხვა რჩება ღიად. არსებობს თუ არა სხვა შენ სხვა სამყაროში? პასუხი გადადის იმაზე, რასაც მეცნიერული ენა ჯერ ვერ გვაძლევს. რა ხდება იმ საზღვრების მიღმა, სადაც კლასი უძლურია? ეს კითხვა დარჩება ხიდად მომავალისთვის, რომელიც მოითხოვს კოსმოლოგიისა და კვანტური გრავიტაციის უფრო ღრმა ინტეგრაციას. წამში წარმოუდგენელი სცენა. კოსმოსი არ არის ერთი ხაზი, არამედ ქსოვილია და იქ, სადაც თქვენ ახლა გადიხართ, სხვა თქვენ შეიძლება ცალსახად მშვიდად ან სრულიად სხვაგვარად ყოფნილიყო. სადღაც მიკროსკოპული კვანტური რხევები თითქოს ქსოვილზე ცალკეულ ლუპებს ქმნიან და ეს ლუპები მოქმედებას იწყებენ სამყაროს სასაზღვრო პირობებზე. სწორედ აქ გადახურდება მიკროკოსმოსური და მაკროკოსმოსური პარალელი. პატარა ვაკუუმური ფლუქტუაციები გავლენას ახდენენ მთელ გეომეტრიაზე და წარმოქმნიან ჩვენი სამყაროს მნიშვნელოვანი მონაკვეთებს. ჰარტლისა და ჰოკინგის no boundary იდეა იწყება სხვა აგებულებით.
ჯეიმს ჰარტლი, უნივერსიტეტი კალიფორნია, სანტა-ბარბარა და სტივენ ჰოკინგი, კემბრიჯი, 1983 წელს ერთობლივ ნაშრომში განასახიერეს თამამი წინადადება. სამყაროს შუაგზაზე. ტრადიციული დრო არ არსებობს და საწყისი მდგომარეობა უნდა იპოვოს ევკლიდურ გეომეტრიაში, სადაც საზღვრები უბრალოდ არ არის. ეს წარმოდგენა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც მრუდე, უკიდურესად გლუვი ზედაპირი, გზას, რომელსაც არ აქვს მკაფიო დასაწყისი ან დასასრული, თუმცა აქვს ადგილობრივი გამოსვლები, რომლებიც ჩვენს ცნობიერებაში იქნება. ჰარტლი და ჰოკინგი გამოიყენეს ევკლიდური პატ-ინტეგრალის ფორმალური ენა, მეთოდი, რომელსაც ფიზიკოსები უკვე იყენებდნენ რადიკალურად სხვა კონტექსტებში. მათ დროს სიცოცხლეს დრო გადააკეთეს სივრცის კომპონენტად, რის შედეგადაც მათ შეძლეს კოსმოსის ტალღური ფუნქციის განსაზღვრა. ეს ტალღური ფუნქცია უპირატესობას ანიჭებს ისეთ საწყის პირობებს, რომლებიც ბუნებრივად იწვევენ ინფლაციას, სწრაფი გაფართოების სცენარს. ჰარტლე-ჰოკინგის გათვლა არ არის შეუდარებლად დარწმუნებული. მას აქვს მკაფიო ინტერპრეტაციული შეზღუდვები და საფუძვლიანი კითხვები. მაგალითად, როგორ იგრძნობა ამ ტალღური ფუნქციაში ბორნის წესი, რომელიც საჭიროა ალბათობების გამოთვლისთვის? როგორ გადადის ევკლიდური სწორი გეომეტრია ჩვენს რეალურ ლორენციან სივრცე-პირს, სადაც დრო რეალურად არსებობს და ჩვენ ვაკეთებთ გაზომვებს? ეს არის ადგილი, სადაც იდეა აჩვენებს თავის ძლიერ და სუსტ მხარეებს და იწყება არჩევანი კონკურენტულ წარმოდგენებს შორის. მეორე კონკურენტი მოდელი მოდის ალექსანდრ ვილენკინის ფიგურით. ალექსანდრ ვილენკინი ტაფსის უნივერსიტეტის მკვლევარი. თავის ნაშრომებში შემოთავაზა ტუნელირება არაფრისგან, ინსტანტონური წარმოქმნა, სადაც სამყაროს დაწესება წარმოდგენილია როგორც კვანტური ტუნელირების პროცესი. განსხვავებით ნობანდერისგან, ვილენკინის მოდელი აქცენტს აკეთებს სცენარზე, სადაც მატერია და სივრცე ვრცელდებიან როგორც კვანტური წარმონაქმნი. თითქმის ისე, როგორც ნაწილაკი შეიძლება ტუნელირებდეს პოტენციალურ ბარიერს. თუ ხილუნი სისტემა არის ოთახი, ვილენკინი გვთავაზობს, რომ ერთ მომენტში თითქოს ნაპერწკალი წარმოქმნის მთელ ოთახს. ეს არის სამყაროს კვანტური ინიციაცია. ვილენკინის არგუმენტი იყენებს ნახევრად კლასიკურ ინსტანტონებს და რიდის მეთოდს. შედეგად, აქ მიცის პროგნოზირება იმის შესახებ, რამდენად ხშირად შეიძლება შეიქმნას ინფლაციაზე მიდრეკილი სამყარო. ეს ასპექტი მართლა დაკავშირებულია იმასთან, თუ რატომ შეიძლება ზოგი ჯიბე უნივერსია უფრო ხშირი იყოს ვიდრე სხვა. თუმცა ვილენკინის ტუნელირება არაფრისგან მოითხოვს სიფრთხილეს. ჯერაც გაურკვეველია, როგორ განსაზღვრებული უნდა იყოს არაფერი და როგორ გამოიცვალოთ ბორნის წესი ფართო სივრცეში. ეს ორი მოდელი უკვე ქმნის დრამატულ დაპირისპირებას. ერთმა მხარემ თქვა, რომ სამყაროს ტალღური ფუნქცია არ საჭიროებს საზღვრებს, მეორე ამბობს, რომ სამყაროს დაბადება არის კვანტური ტუნელირება, რომელიც აძლევს გარკვეულ პრიორიტეტებს ინფლაციისთვის. მესამე კატეგორია კი მოდის ლუპ კვანტური კოსმოლოგიისგან, რომელიც სხვა ხედვას გვთავაზობს, ბაუნს ან გადაცურვას. ლუპ კვანტუმ კოსმოლოგიის პრაქტიკული ინტუიცია ასეთია. დიდ აფეთქებამდე დაკავშირებული კლასიკური სინგულარობა შეიძლება იქცეს კვანტური გეომეტრიის გამო ბაუნსად. შეკუმშვის შემდეგ იწყება გამოჯამრთელება. ამ მიდგომის მიხედვით სივრცე უკვე არ გამოიხურება ამოუწურავად კომპაქტურად, არამედ არის დისკრეტული კვართებისგან შემდგარი ტილო, რომელიც არ აძლევს უსასრულო სიმჭიდროვის საშუალებას. შედეგად მოდელი გვთავაზობს, რომ ნაცვლად ღრმა სინგულარობისა გვეჩვენება კანობის ცვლილება და ნების ცვლილება და ბუნებრივი გადართვა ახალ გაფართოებად სამყაროში. ახლა ერთად მოვიყვანოთ ეს განსხვავებული ინტერპრეტაციები. თითოეული მოდელი აკეთებს მნიშვნელოვან, მაგრამ განსხვავებულ შეთავაზებას. ჰარტლე-ჰოკინგი გვთავაზობს ევკლიდურ სიმყუდვეს და ტალღურ ფუნქციას, რომელიც ხელს უწყობს ინფლაციას. ვილენკინის თავაზობს კვანტურ ტუნელირებას, რომელიც არაა დამოკიდებული ზედმეტ მეტავარიაციებზე. ლუპი კი აცილებს სინგულარობას და სხვა ფიზიკასთან პირდაპირ კავშირს ამყარებს. თითოეულის გვერდით არის თავისი ოპონენტი, თავის მეტაფორა და თავისი ახლოს შენახვის გეგმა. შემდეგ, სანამ გადავწყვეტ, რომელია უკეთესი, აუცილებელია კრიტერიუმების დადგენა. პირველად, თანხვედრა დაკვირვებებთან. თუ მოდელი ბუნებრივად იწვევს ინფლაციას ან სპექტრულ ნიშნებს, რომლებიც შეესაბამება მონაცემებს, მაგალითად პლანკის დაკვირვებებს, ეს დიდ უპირატესობას აძლევს მას. ეს არის ტექნიკური კრიტერიუმი, რის გამოც ჰარტლე-ჰოკინგის თეზის აქვს მნიშვნელოვანი მხარე. მისი ტალღური ფუნქცია ბუნებრივად იძლევა პირობებს ინფლაციისთვის. ეს არ არის საბოლოო მტკიცებულება, მაგრამ შესაბამისობა დაკვირვებებთან მნიშვნელოვანია. მეორე კრიტერიუმი არის განმარტებითი ეკონომია. რამდენ ახალ აქტორსა და მექანიზმს მოითხოვს თეორია. ვილენკინი ხშირად იყენებს მსგავს ინსტრუმენტებს, თუმცა ცდილობს ტუნელირების ახსნას უპრიმიტიულად. ლუპი კი მოითხოვს ახალი ალგებრიული ჩარჩოსა და კონსტიტუციას. უფრო კომპლექსური თეორია არ არის ავტომატურად უარყოფითი, თუ ის კომპაქტურად და მკაფიოდ ხსნის პრობლემებს.
შემდეგი საკითხია observer compatibility. როგორ ინტეგრირდება მოდელი ცნობიერების და გაზომვის აღრიცხვასთან. Many worlds და დეკოეჰერენცია აქ შეიძლება დაეხმაროს, რადგან მათ აქვთ უკვე შექმნილი მექანიზმი კლასიკურ წარმოსახვაში გადასაყვანად. Hartley's no boundary იძლევა ტალღურ ფუნქციას, რომელსაც დეკოეჰერენცია შეიძლება გადააყაროს კლასიკურ სამყაროს მდგომარეობებში. ვილენკინის მოდელი, რომელიც ფოკუსირდება წარმოშობაზე, საჭიროებს დამატებით არგუმენტს იმის შესახებ, როგორ მიიღება ნაცნობი კლასიკური გამოცდილება. Loop მოდელი ბუნებრივად იყენებს სივრცის კვანტურობის შედეგებს, რაც შესაძლოა შეესაბამებოდეს გაზომვებს სინგულარობის გარეშე. და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფალსიფიცირების პოტენციალი. Hartley-Hawkingისა და ვილენკინის მიდგომებს ორივე სჭირდებათ რთული რეგისტრირება მონაცემებში. Hartley-Hawkings აქვს უპირატესობა. მისი პათ ინტეგრალები იძლევიან კონცეპტუალურ სიგნალებს საზომებისთვის, მაგალითად, სპეციფიკურ რელიქტურ სიმცირეებს ან სივრცის ტოპოლოგიურ ნიშნებს. ვილენკინის მიდგომა იძლევა პრეფერენციას ინფლაციისკენ, რაც ასევე შეიძლება იყოს დაკითხვის საგანი, მაგრამ ბევრ შემთხვევაში დამოკიდებულია ინსტანტონური კალკულაციების დეტალურ მნიშვნელობაზე. თუ მკითხავთ, რომელია ყველაზე მიმზიდველი ამ სამიდან, ჩემებით ჩანს, რომ ამ მომენტისთვის Hartley-Hawkingის no boundary მოდელი მოიპოვებს ყველაზე ფართო თავსებადობას მიმდინარე დაგვირვებებთან და აერთიანებს მართვად მეთოდს პროგნოზების გამოქვეყნებისათვის. ეს არ არის გადამწყვეტი განაჩენი, ეს არის შეფასება ამჟამინდელი ცოდნის მიხედვით. ვილენკინი და ლუპი რჩებიან ძლიერ ალტერნატივებად, რომლებიც შესაძლოა უფრო შესაფერისად გამოიხატონ ახალ მონაცემებსა თუ პროგრამებში. იმავე დროს Hartley-Hawkingის პოზიციას ერთი შემდეგი კომპლექსური გამოთვლება უძღვის. როგორ მოვაგვაროთ ბორნის წესის პრობლემა. ანუ, როგორ უზრუნველყოთ შესაბამისი მეჟერები eternal inflation ის კონტექსტში და როგორ ვაერთოთ ეს მიდგომა სრულ კვანტურ გრავიტაციასთან. ეს კითხვები არ არის ტექნიკური წყები. ისინი არსებითად ეხებიან იმას, თუ როგორ გვეღირსება შენი სხვა სამყაროში არსებობა. გავხელთ კონკრეტიკაზე. რას ახსნიან რეალურად ამ მოდელები? პირველ რიგში, როგორც Hartley-Hawkingi, ისე ვილენკინი გვთავაზობენ ფორმალურ წესებს საწყისობისთვის, რომლებიც ბუნებრივად აძლევენ ინფლაციას და შესაბამისად ქმნიან საზრდოებს დიდი აფეთქების სცენარისთვის. ამ გზით ისინი აჩვენებენ, როგორ შეიძლება პატარა კვანტური პროცესებმა განსაზღვრონ მაკროსკოპური სტრუქტურები. მეორეც, ისინი ცხადხდიან, რომ არაფერი არ არის აუცილებლად მეტაფიზიკური აბსურდი. შეიძლება იგულისხმებოდეს გარკვეული კვანტური მდგომარეობა განსაკუთრებული პირობებით. ვილენკინის ტუნელირება აჩვენებს, რომ არ არის აუცილებელი კლასიკური მატერია დაბადებისთვის. Hartley-Hawkingi კი ამბობს, რომ საწყისი წერტილი შესაძლოა უბრალოდ ევკლიდურ ზედაპირზე ადგილობრივად წარმოქმნილი მდგომარეობა იყოს. ორივე იდეა ამცირებს მეტაფიზიკურ გაუგებრობას და გთავაზობს შედარებით ნორმალურ საწყისობებს. მაგრამ რაც მათ ამ ეტაპზე არ შეუძლიათ, ეს არის მკვეთრად განსხვავებადი, პირდაპირ ტესტირებადი პროგნოზების მიწოდება, რომლებიც გავლენილ იყვნენ ერთნიშნულოვნად მათ სასარგებლოდ. მაგალითად, თუ აღმოვაჩენთ სპეციფიკურ კოსმოგრაფიულ ანომალიას, რომელიც ურტყამს ტუნელირებას, ეს იქნებოდა ძლიერი მხარდაჭერა ვილენკინისთვის. სხვა მხრივ, თუ საწყისი ფაზა უკეთ შეესაბამება ევკლიდურ პათ ინტეგრალს, ეს იქნებოდა Hartley-Hawkingისთვის. დღეს საუკეთესო გზა განსხვავების გასაღებად არის დეტალური სტატისტიკური სინთეზი პლანკის და მსგავსი დაკვირვებებიდან და ფრთხილად ინტერპრეტაცია მათი მნიშვნელობის კლასიკურ და კვანტურ ჩარჩოებში. ეხლა დავახშოთ დრო და სივრცე ერთ წამში, როგორც თქვენს წინ წარსულია. წარმოიდგინეთ მთელი კოსმოსის ისტორია როგორც ერთი წუთიანი ფილმი, სადაც ერთი კადრი შეიძლება შეიცავდეს თქვენს მრავალ გადაწყვეტილებას. ჩვენ გვჭირდება დროის შეკუმშვა, რომ აღვიქვათ, როგორ პატარა კვანტური მოვლენები ქმნის ფართომასშტაბიან ცვლილებებს. ამ ფილმში Hartley-Hawkingi ითქვის, რომ დასაწყისი არის გლუვი ზედაპირი. ვილენკინი, რომ ერთ კადრს ჰქონდა ძლიერი კვანტური მოულოდნელობა. და საბოლოო კითხვა, რომელიც ამ ნაწილს ტოვებს ღია. თუ Hartley-Hawkingis ტალღური ფუნქცია ან ვილენკინის ტუნელირება შეესაბამება რეალობას და თუ შენი მართლაც ცხოვრობს სხვა სამყაროში, რა პრაქტიკული შედეგები შეიძლება მივიღოთ ამის ცოდნით? ეს არაა მხოლოდ ფილოსოფიური კითხვა. ეს არის მეცნიერული მოთხოვნა. რა სიგნალებს ან მოვლენებს უნდა ვეძებდეთ ჩვენს კოსმოლოგიურ დაკვირვებებში, რათა ერთს ან მეორეს მიუთითოთ? პასუხი არ არის დახურული. ეს არის ჩვენი მომდევნო ნაბიჯების ხიდი და სწორედ იქ შეიძლება გაიხსნას, როგორ იქნება შენი სხვა გაცოცხლებული. წარმოიდგინეთ ტელესკოპი, რომელიც ცას ათვალიერებდა როგორც დეტექტორი 1000 საათის განმავლობაში და მოულოდნელად ვარსკვლავთშორისი სიკაშკაში ნაზად ირღვევა. არაჩვეულებრივი ფონით. ეს სცენა რეალურად მოხდა, როდესაც პლანკის თანამეცნიერებმა ევროპის კოსმოსური სააგენტოს ჯგუფმა 2015 წელს გაანალიზეს ცალკეული ანომალიები, რომლებიც აქამდეც არასდროს ჰქონიათ. და აქ არის პირველი მასობრივი პრობლემა. თუ
თუ ჩვენი ინფლაციის მოდელი მარადიულია, ასეთი ანომალიები შეიძლება იყოს ჩვეულებრივი რამ, ან კი მხოლოდ ერთი წერტილი უსასრულობაში. ამ ორი ის განსაზღვრა კი პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, როგორ თვლით სიხულებით მოვლენებებს. ამით იცლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კითხვა. ტექნოლოგიური პროგრესი აფხობს ძველ სურათს და გვიბიძგებს კითხვაზე. რა გვიცავს აბსოლუტური უსასრულობისგან? ხის ტოტები ფართოვდება, როდესაც ალან გუთმა, MIT-ის პროფესორმა 1991 წელს ინფლაციის პირველ იდეას წამოაყენა. მისი მთავარი გზავნილი იყო, რომ არ არის მხოლოდ ერთადერთი ცალი სამყარო, არამედ სივრცე შეიძლება სწრაფად ზრდილიყვეს და ფართოვდებოდეს არაერთ უბანში. მაგრამ როდესაც ანდრეი ლინდემ, თეორეტიკოსმა, 1993 წელს განავითარა ინფლაციის განვითარება, პრობლემას მიეცა ახალი სახე. თუ ინფლაცია არასდროს სრულდება მთლიანად, მაშინ უსასრულოდ იქნება ჯიბეები, სამყაროთა პულები, რომელთა რაოდენობა დენობა არ განისაზღვრება. აქ ჩნდება გაუგებრობა, რომელსაც მეცნიერები ზომის პრობლემის სახელით მოიხსენიებენ. როგორ უნდა გამოითვალოს, რამდენად ხშირად ხდება რაღაც ჩვენს უსასრულო პეიზაჟში. ზომის პრობლემა არ არის მხოლოდ ტექნიკური ასპექტი. ის თავდაპირველად აყენებს პროგნოზების შესაძლებლობას. უმარტივეს ენაზე, თუ გაქვს ორი ტიპის ჯიბე და თითოეული უსასრულოა, მაშინ რაოდენობა არაფერს ნიშნავს. რაოდენობრივი შედარება უნდა ჩაანაცვლონ სხვა კრიტერიუმებმა. მაგალითისთვის, რაფაელ ბუსო და იოსეფ პოლჩინსკი და ლეონარდ სუსკინდი მიუთითებდნენ, რომ სტრინგ ლანდშაფტმა შეიძლება შექმნას 10,000-ობით ან უფრო მრავალი ვაკუუმური ვარიანტი. პრობლემაში კი არაა მხოლოდ რაოდენობა, არის კითხვა, როგორ მივანიჭოთ რელევანტური წონა თითოეულ ვარიანტს. ამიტომაც უცნაურია, მოდელი, რომელიც ბადებს უსასრულო ჯიბეებს, ბევრ დანიშნულებას უქმნის პროგნოზირების თავს. მასიურად უსასრულობის მიღების შემდეგ სხვადასხვა მეთოდოლოგიური ხერხები გამოჩნდნენ. ტაიმისლიცინგს ან კომოვინგ ვოლიუმის და პოკეტი ბეზეთ ზომების ვარიანტები. და თითოეული მათგანი სთავაზობს სრულიად განსხვავებულ პროგნოზებს. მაგალითად, თუ გამოიტენებთ გარკვეულ დროის მასშტაბს, შეიძლება მივიღოთ ახალგაზრდობის პარადოქსი, სადაც ახალბედა ჯიბეები უპირატესობდნენ და ეს აბსურდულ შედეგებამდე მიგვიყვანს. რაფაელ ბუსოსა და სხვათა მუშაობამ დააჯილდოა, რომ შეუძლებელია უბრალოდ დაირჩიო ნეიტრალური ზომა ისე, რომ ეს არ მოახდინოს პროგნოზებზე დრამატული გავლენა. აქ ხდება მთავარი. არ არსებობს ერთი აბსოლუტურად ნეიტრალური წესი, რომელიც ავტომატურად გამორიცხავს პარადოქსებს და ბოლცმანული ტვინების გადაჭარბებულ შეტანას წინასწარმეტყველებებში. და ახლა შესაძლებლობა ვნახოთ, როგორ ეს ყველაფერი უკავშირდება ექსპერიმენტს. წარმოიდგინეთ ლაბორატორია, სადაც ფულერენის მოლეკულების ინტერფერენცია იქნა აჩვენებული. სწორედ ასეთი ამბავი მოხდა, როცა მარტინა არნდმა და მისმა ჯგუფმა ვენის უნივერსიტეტში 1999 წელს გამოიკვეთა C60 მოლეკულების ინტერფერენცია, რაც აჩვენა, რომ სუპერპოზიცია არ არის მხოლოდ მიკროსკოპიული ფენომენი. ეს არ არის უბრალოდ ლაბორატორიული ტრიუკი. ამ ექსპერიმენტმა გამყარება მოუტანა მოსაზრებას, რომ კვანტური სუპერპოზიციები შეიძლება შეინარჩუნონ შედარებით დიდ სისტემებსაც. და აქედან მოხვება ფიქრი, როგორ განპირობებს კომპლექსურობა ჩვენი განშტოებების რაოდენობას. მაგრამ ესეც არ არის ბოლო სიტყვა. ლაბორატორიული შედეგები გვიჩვენებენ, რომ ტექნიკა და დაკვირვება ზრდის ფიზიკის შემოწმების საზღვრებს და აიძულებს თეორიებს უკეთ განსაზღვრონ სტატისტიკის წესები. ბოლცმანული ტვინების პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა ვიტყვით, თუ დრო და სივრცე უსასრულოა და შემთხვევითობა საშუალებას იძლევა, ერთ პერიოდში შეიძლება ემერჯეს თვითშეგონებული სტატისტიკური ფლუქტუაცია. 19 საუკუნის რუდოლფ ბოლცმანის ინსპირაციით და თანამედროვე რეფლექსიებით, ფილოსოფოსები და ფიზიკოსები, მათ შორის ნიკ ბოსტრომი 2003, უკეთ განსაჯეს ეს პრობლემა კოსმოლოგიის კონტექსტში. ბოლცმანული ტვინი არის არსება, რომელიც შემთხვევით წარმოიქმნება ფლუქტუაციის შედეგად და აქვს სრული შეგრძნებები. თუ მოდელი პროგნოზირებს, რომ დამკვირვებელთა უმეტესობა არის შესაძლო შემთხვევითი ფლუქტუაციით წარმოქმნილი, მაშინ მას შეუძლია დავიძროოთ ჩვენი დაკვირვებითი გამოცდილების რეალური ბუნება, რასაც ბევრი ფიზიკოსი მიუთითებს როგორც მკაფიო ნაკლოვანებას. ფართო მნიშვნელობით. თუ ზომის ნაგულისხმევი პროტოკოლი მიუთითებს, რომ უმეტესობა დამკვირვებელთა არის ბოლცმანული ტვინები, მაშინ ჩვენი ნორმალური ისტორიული გამოცდილება იქნებოდა შანსაგარეული, იმპრეციზიული და წარმავალ ექსტრაორდინალური. ამიტომ ზოგი ფიზიკოსი აცხადებს, რომ ნებისმიერი ინფლაციური თეორია, რომელიც არ იცავს ზომის კონტროლს ბოლცმანულ მოსახლეობაზე, არის თეორიულად პრობლემური. რაფაელ ბუსო და იოსეფ პოლჩინსკი თავიანთ ნაშრომებში სწორედ ეს საკითხები განიხილავდნენ და გვიჩვენებენ, რომ measure პრობლემი პირდაპირ განსაზღვრავს, აქვს თუ არა მოდელს გონივრსგონიურულობის ნიშნები. აქ მოდის სხვა ცდუნება. უსასრულობა ახსნის ყველაფერს. მაგრამ ეს სიმარტივე ხაფანგია. უსასრულობა არ ავსებს ექსპლანატორი ვაკუუმს.
წარმოიდგინეთ ბიბლიოთეკა, სადაც ყველა წიგნი არსებობს. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად იპოვით კითხვაზე პასუხს, რომელსაც ძიებთ. ლეონარდ სუსკინდი String Landschaft-ის კონტექსტში მიუთითებდა, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ უამრავი ვაკუუმია, ჩვენ არ გვექნება საკმარისი მიზეზი, რათა სრული ახსნა მივიღოთ. ამიტომ მრავალფეროვნება არ ჩანაცვლებს მიზეზობრივი ახსნას, ის მხოლოდ მიმართავს კითხვას სხვა დონეზე. იმავე ლოგიკით, დევიდ დოიჩის მუშაობებმა გადაწყვეტილებითი არგუმენტებით აჩვენა, რომ მრავალი განშტოება თავისთავად ვერ გადაიქცევა სუბიექტურ ალბათობად ისე, რომ შეინარჩუნოს ადეკვატური გადაწყვეტილებითი წესები. დევიდ დოიჩის და დევიდ უოლესის არგუმენტები წარმოადგენენ სერიოზულ სცენარს. მხოლოდ ბრანჩების მხოლოდ არსებობა არ ნიშნავს სათანადო სტატისტიკას. საჭიროა წონისა და რეგულაციის მექანიზმი. ამავე დროში გაჩნდა სხვა ფრონტი. როგორ ვაფასებთ შენს განაწილებას ბრანჩებს შორის? ფილოსოფიური დისკუსია პრაქტიკულ შედეგებს ემსახურება. თუ მოდელი უწინასწარმეტყველებს, რომ თითქმის ყველა გონება შეიქმნება მხოლოდ როგორც შემთხვევითი ფლუქტუაცია, მაშინ ჩვენი ყოფნა თავად ამ მოდელს ეწინააღმდეგება. ნიკ ბოსტრომის არგუმენტები, მათ შორის ემულაციის ჰიპოთეზა, აქ იღებენ მკვეთრ მნიშვნელობას. თეორიამ უნდა აგვაროს, როგორ მიენიჭება წონა სხვადასხვა დამკვირვებელთა ტიპებს, რათა შეესაბამებოდეს ჩვენი პირველი პირის დაკვირვებებს. მეტის გაგება ნიშნავს, რომ მერყეობები ინიშნება არა მხოლოდ თეორიული პრეფერენციებით, არამედ დაკვირვებითი მონაცემებითაც. პლანკის თანამშრომლების 2015 წლის ანალიზმა და შემდგომმა კვლევებმა შეისწავლეს bubble collision-ის ანომალიებს და სხვა სიხვა სიგნალებს, რომლებიც შეიძლება მოხვდეს eternal inflations. ეს არის ტექნოლოგიური გამოწვევა, სადაც ინსტრუმენტები გვაძლევენ საშუალებას შევამოწმოთ ჰიპოთეზები. თუმცა შედეგები ჯერაც არ არის მკაფიო. მონაცემები შეიძლება იყოს ხმაური, ან შეიძლება იყვნენ პირველი ნიშანწყობა იმისა, რომ ზომის პრობლემა საჭიროებს მკაცრ რეგულაციას. შედეგად, ნაწილი მეცნიერების აზრით, მოდელები, რომლებიც ოპტიმისტურად უყურებენ String Landschaft-სა და eternal inflations, უნდა მოეწყონ მექანიზმები, რომლებიც არ აძლევენ შემთხვევითობას უმაღლესი სტატუსს დამკვირვებელთა რაოდენობის თვალსაზრისით. მაგალითად, გარკვეული ტიპის აღკვეთის ან რეგულაციის მექანიზმი. თუმცა ნებისმიერი რეგულაცია არის არჩევანი და ყველა არჩევანი იწვევს სხვა შედეგებს. აქ სხვადასხვა ჯგუფები არ თანხვდებიან და კამათი გრძელდება. იდეაზე უფრო ფუნდამენტურად მუშაობს დეკოეჰერენცია. ვოჟეჯ ზურეკის და სხვათა 1991 წლის შეფასებებმა აჩვენეს, როგორ კლავს გარემო კვანტურ ფაზას და ქმნის პრეფერენციულ ბაზას კლასიკურ სოსტაიანიებს. დეკოეჰერენცია მარტივად გვიჩვენებს, რომ გარემო არჩევს ფაქტობრივად კლასიკურ მდგომარეობებს, მაგრამ ეს არ ამყარებს ავტომატურად, რატომ სწორედ ეს წონა უნდა იქნას გამოყენებული ალბათობებისთვის. ეს მხოლოდ აჩვენებს, როგორ განცალკევდება ბრანჩები. ამ შემთხვევაში ბორნის წესის პრობლემა ისევ ჩნდება, რადგან მრავალმსწავლური ინტერპრეტაციები, როგორიც არის მრავალი მსოფლიოს ინტერპრეტაცია MWI, ითხოვს განმარტებას, თუ როგორ იგებს სუბიექტური ალბათობა განშტოების სერიაში. დევიდ დოიჩისა და დევიდ უოლესის მუშაობებმა შესთავაზეს გადაწყვეტილებითი არგუმენტები, მაგრამ კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ამით ბოლომდე არ ირკვევა, როგორ უნდა მივიღოთ წონა თითოეულ ბრანჩს. ბორნის წესის დაზუსტება აუცილებელია, რადგან პროგნოზები მჭიდროდ მიჯაჭვულია იმ წონას, რომელსაც ვაჭერთ ბრანჩებს. იცით, რომ უსასრულობა ხშირად არის თეორიული ხაფანგი, რომელიც უბრალოდ იმიტირებს ახსნა განმარტებას. საზღისი ამის არის ლოტერია. თუ ყველა ნომერი გარდაუვალია, მოგება აღარ არის ინფორმატიული. საჭიროა წესი, რომელიც ამბობს, ვინ ითვლება მოთამაშედ და ვინ არა. ამიტომ measure problem არის ლოტერეის წესების შექმნის მოწოდება. არ არის მხოლოდ სიხშირის განსაზღვრა. საჭიროა წესები იმისთვის, ვინ ითვლება დამკვირვებლად ჩვენს კოსმოსურ ტურნირში. და სწორედ ბოლცმანული ტვინები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველ გამოწვევას. ბოლცმანული ტვინების ტექნიკური მხარე გვაგონებს, როგორ ავიცილოთ მოდელები, რომელთა ბუნებრივი პროგნოზები ასახავენ მუდმივად დომინირუიშად შემთხვევით დამკვირვებლებს. ერთი გამოსავალი არის მკაცრი ბიოლოგიური ანეკდოტური პირობების შეტანა, რომ დამკვირვებელმა უნდა ჰქონდეს ადრენალისტური ისტორია, ევოლუციური საბუთები. თუმცა ეს მოითხოვს ბიოლოგიური შეზღუდვების დამატებას თეორიულ ფუნდამენტში, რაც არ არის ყველასთვის მისაღები. სხვა გზაა measure-ის შეცვლა ან eternal inflation-ის შეჩერების მექანიზმების ძებნა. ეს გზები აჩვენებს ორი ძირითადი ბარიერს. ერთია მონაცემების ნაკლებობა, მეორეც თეორიის სისუფთავე. ზოგი თეორია იძლევა მინიშნებებს, მაგალითად bubble collision-ების ციმციმებს სურათებში, რასაც ფინი და თანამშრომლები და სხვა ჯგუფები შეისწავლნენ. მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დაკვირვებადი სიგნალები ძალიან იშვიათია ან იმდენად იმიტაციურია, რომ მათზე უსასრულასრულობასთან დაკავშირებული დასკვნების გამოტანა ძნელია. ეს არაა მხოლოდ ტექნიკური ბარიერი. ეს გვიბიძგებს იმაზე, როგორ ფორმულირდება თეორიული ანგარიში. ამავე დროს სამწვრთნელი შეზღუდვაა explanatory power-ის გამოყენების საზომი.
String landshaftis არგუმენტი, რომ ყველაფერი არსებობს და შემდეგ ანთროპიული არგუმენტი, რომ ჩვენ უბრალოდ ცხოვრობთ ისეთ ჯიბეში, რომელიც თავსებადი იყო ჩვენი არსებობისთვის, არ გვაძლევს მიზეზობრივ განმარტებას. ლეონარდ სუსკინდი მიუთითებდა, რომ ზოგი ფიზიკური კონსტანტის ახსნა შეიძლება მართლაც განისაზღვროს ამ გზით, მაგრამ ექსპლანატორი თქმა არ არის ავტომატური გამარჯვება. მრავალჯერობით ეს მიდგომა შეცვლის პრობლემას და არ მისცემს დამაკმაყოფილებელ ახსნას. აქვე პრაქტიკული შედეგი. როცა თეორია შეიცავს იმდენ თავისუფალ ვარიანტს, რომ თითქმის ყველა დაკვირვება შეიძლება აღწეროს როგორც ვინმეს ბრანჩის ყოფნა, ის კარგავს შეზღუდვების და falsifiability-ის ძალას. ასეთი მდგომარეობა არის მეცნიერული პრობლემა. თეორია, რომელიც ყველაფერს ახერხებს, ვერ გვთავაზობს განმარტებებს და პროგნოზებს. ამიტომ მეჟევ პრობლემის გადაჭრა არა მხოლოდ სტილისტური კომფორტისთვის არის საჭირო, ეს არის წინაპირობა მეცნიერებისთვის, რომ თეორიებმა გონიურული პროგნოზები შესთავაზონ. უახლესად ზოგი თეორია მიმართავს more radical იდეებს, როგორიცაა objective collapse მოდელები, რომლებსაც როჯერ პენროუზმა და ლაიოშ დიოსიმ განიხილეს გარკვეულ ნიუანსებში. ამ მოდელების წინადადებაა, რომ ფუნდამენტურად შეიცვალოს კვანტური ევოლუცია ისე, რომ დიდი მასობრივი სუპერპოზიციები სპონტანურად დაიშალონ და ასეთი კოლაფსი უნდა წარმოშვას გამოცდილებით შემოწმებადი ეფექტები. თუმცა ასეთი ცვლილებები ეჯახებენ არსებულ ექსპერიმენტებს და მოითხოვს ახალ შემოწმებებს. ვრუნდებით მთავარ საკითხზე. თუ ჰარტლე-ჰოკინგის ტალღური ფუნქცია ან სხვა განზოგადებული ფორმალიზმები შეესაბამება რეალობას, მაშინ მეზურერის ამოცანა გადადის იმაზე, რომ გვქონდეს მკაცრი წესები, რომლებიც აღკვეთენ უსასრულობის უბედურ შედეგებს. ადვილი გზები არ არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ზუგდოხტ არ უნდა გაგრძელდეს. პირიქით, ახალი მონაცემები, ლაბორატორიული ექსპერიმენტები და თეორიული ინოვაციები ერთმანეთში უნდა შეერწყას ისე, რომ ზომის პრობლემა და ბოლცმანული ტვინების პარადოქსი არ დარჩეს გაუხსნელი. და მაინც, წარმოგვიდგინეთ სცენა. ერთი პატარა მოულოდნელი მონაცემი, რომელიც ერთი ტელესკოპიდან ან ცივი ფიზიკის ექსპერიმენტიდან მივა, შესაძლოა დააბრუნოს ჩვენი წარმოდგენების ზომის შესახებ და რადიკალურად გადაგვახედოს არსებულ ინტერპრეტაციებს. ეს არის გამოწვევა და სწორედ აქ იწყება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი. გაიმეორებთ ხოლმე, რომ ასეთმა იდეამ, სხვა შენ ახლა ცხოვრობ სხვა სამყაროში, მხისიერად უნდა გაგიღვიდოთ სკეპტიციზმი. თქვენ მოისმინეთ ის, რაც წესით უთხუარი უნდა იყოს. ჩვენი თვალწინ მყოფ ფიზიკურ სამყაროში რუტინა კარგად მუშაობს და უცებ გვეუბნებიან დუბნებიან, რომ ამ რუტინას ასობით ან სხვა ვერსია თან ახლავს. მოგესალმებით ადგილზე, სადაც მეცნიერი სკეპტიციზმი ყველაზე სასარგებლოა. ახლა ვაკეთებთ მყარ შეკითხვას და ვხედავთ, რა გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს დაკვირვებებს. კოსმოლოგიური მუდმივი, სიმბოლო, რომელსაც ხშირად ლამდას უძახებთ როგორც ვაკუუმის ენერგია, არის პარამეტრი, რომელიც განსაზღვრავს სამყაროს აჩქარებულ გაფართოებას. სუპერნოვათა სისტემატურმა დაკვირვებებმა, galaktikების განაწილებამ და CMB-ს ფლუქტუაციებმა დაადასტურეს, რომ აჩქარება არსებობს და მისი ეფექტი მოითხოვს უარყოფით წნევას. თუმცა ფუნდამენტური კონფლიქტი რჩება. კვანტური ველის გამოთვლები იძლევა ენერგიას, რომელიც თეორიულად ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე დაკვირვებადი მნიშვნელობა. ეს განსხვავება არ არის პატარა ბაგი, ეს არის ღრმა კონფლიქტი კვანტურ კალკულასა და გრავიტაციის შორის. თუ ოდნავ დავფიქრდებით ფიზიკის წინაშე, კითხვა იგავდება. როგორ შეიძლება, რომ კვანტური პროგნოზები და galaktikების მაკროსკალური დაკვირვებები ასე განსხვავდებოდეს? პრობლემა არ არის მხოლოდ რაოდენობაში, ეს კითხვის გზა კარნახობს. თუ შენი თეორია ითვლის ყველაფერს, როგორ გსურს პროგნოზების გაკეთება. ამ კითხვაზე პასუხი გადადის პირდაპირ იმაზე, რა შეუძლია დაკვირვებებს მოგცეს და რამდენად დიდია თეორიული უფსკრული. რატომ არის ეს განსხვავება ისეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ კლასიკური წარმატებების დრო არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. ერთიანი მინიმალისტური მოდელი, რომელიც გასცემდა კვანტურ მოქმედებებსა და ვაკუუმს ერთად ჩარჩოში, ახლა ნატიფ მიჯნაზეა. ეს იმის ტოლფარია, როცა ინჟინერმა აღმოაჩინა, რომ ხიდი, რომელიც ყველა გამოთვლით უნდა მდგარი იყოს, რეალურად ვერ უძლებს დატვირთვას. პრობლემა არა მხოლოდ ზომაში, არამედ დიზაინის საფუძვლებში. კვანტური ველის გამოთვლები სამყაროში აყენებს უზარმაზარ ენერგიას. დაკვირვებებში კი ვხედავთ ბევრად უფრო მცირე მნიშვნელობას. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჩვენი თეორიული ინსტრუმენტები არაკომპლექსურია, ან კი რომ საჭიროა ახალი პრინციპები. დაკვირვებების მხარე მკაცრად გამოკვეთილია. კოსმოლოგები ხშირად მიუთითებენ, რომ სხვადასხვა მონაცემი, სუპერნოვები, galaktikების განაწილებები, CMB-ს დეტალები, ერთობლივად უჭერს მხარს მარტივ მოდელს, რომელსაც ჩვენ ლამდამ ვუწოდებთ. ეს მოდელი ეფუძნება სამ მეხსიერეთ ანალიზს: ნორმალურ მატერიას, ბნელ მატერიასა და მუდმივ ვაკუუმურ ენერგიას. მაგრამ თვით მონაცემები იძლევიან მხოლოდ იმას, რომ ვაკუუმი არის ძალიან მცირე. და სწორედ ეს ძალიან მცირე არის პრობლემა. თეორიული გამოთვლები გვაძლევს ბევრად უფრო დიდ შედეგს.
თუ მიიღებთ string თეორიას ან eternal inflation-ის ინტერპრეტაციას, შეიძლება მიხვიდეთ იმ აზრამდე, რომ არსებობს უზარმაზარი მრავალფეროვნება ვაკუუმებისა და ჩვენ უბრალოდ ცხოვრობთ ერთ ჯიბეში, სადაც ფიზიკური პირობები სიცოცხლეს უჭერენ ხელს. ანთროპიული არგუმენტი ამაში გვეხმარება. ჩვენი დაკვირვება, პატარა კოსმოლოგიური მუდმივი, შეიძლება იყოს შერჩეული. მაგრამ პრობლემა რჩება. როგორ გამოვთვალოთ, რამდენად სავარაუდოა ასეთი ადგილი ჯამში? სწორედ ეს არის measure problem. ამ უკანასკნელის სახელი, ზომის პრობლემა, წარმოშობს მსგავს პარადოქსს. წარმოვიდგინოთ უსასრულო ბიბლიოთეკა, სადაც ყველა წიგნი არსებობს. როგორ გავიგოთ, როგორი ალბათობით გამოჩნდება სიმბოლო X? არაა პასუხი მარტივი, რადგან ყველაფერი არსებობს მრავლობით. იგივე ხდება eternal inflation-ში. ბუშტები ჩნდებიან და იშლება უწყვეტად, ასე რომ, როგორ დაითვალოთ ერთ ამბავი მეორეს ნაშთში. სხვადასხვა პროტოკოლი იძლევა სრულიად განსხვავებულ შედეგებს და სწორედ ამიტომ თეორიები ხშირად წყვეტენ განსხვავებულ პროგნოზებს. ეს ღრმად აზიანებს ფიზიკის პროგნოზუნარობას. ყველა ეს თეორიული ჯიბე იმსხვრევს ერთ მარტივ კრიტერიუმს – პროგნოზირებადობა. თეორია, რომელიც ყველაფერს ქმნის, არ გვაძლევს მკაფიო, შემოწმებადი პროგნოზებს. ამიტომ მნიშვნელოვანია დავიშალოთ ჰიპოთეზები, რომლებიც აქვს პრაქტიკული კონტაქტი დაკვირვებებთან და ექსპერიმენტებთან და განვასხვაოთ ისინი იმ იდეათაგან, რომელიც რჩება სპეკულაციად. მიუხედავად აბსტრაქტული ხასიათისა, ზოგი მიდგომა მართავს კონკრეტულ შემოწმებად მოსაზრებებს. მაგალითად, quintessence, მოძრავი ველი, რომელსაც შეუძლია თანდათან შეიცვალოს თავისი ენერგია და ცნევა, იძლევა პროგნოზებს წონის პარამეტრის W-ნაზე მისვლა. თუ იგი არ დამთხვევს მუდმივს, დაკვირვებებმა უნდა აღბეჭდოს ქცევა. მეორე, objective collapse. მოდელები პროგნოზირებენ, რომ დიდი მასობრივი სუპერპოზიციები უნდა განიცადონ სპონტანური კოლაფსი და ამის გამოცდა შესაძლებელია თანამედროვე ექსპერიმენტებით. ესაა გზა, როგორ ზოგი იდეა გადადის თეორიული სპეკულაციიდან ექსპერიმენტულად შემოწმებად ჰიპოთეზად. თუმცა არის სპეკულაცია, რომელსაც ხშირად აცდენენ რეალურად შემოწმებად იდეებს. მაგალითად, simulation hypothesis, ნიკ ბოსტრომის აზრი. არის ფილოსოფიურად საინტერესო, მაგრამ სახსენებელი ფიზიკური მექანიზმი, რომელიც დღეს მიერთებულ იქნას დაკვირვებებთან, არ არსებობს. მსგავსი იდეები გონიურულია, მაგრამ როგორც ფიზიკური თეორია არ გვაძლევს კონკრეტულ პროგნოზებს. დეკოეჰერენცია და ბორნის წესი ერთად არ იძლევა მექანიზმს, რომელიც სხვა ბრანჩებთან კომუნიკაციას ან ამენეჯებუელობას უზრუნველყოფს. და მაინც არის იქ შემოწმებადი ვარიანტები. მაგალითად, bubble collision-ის ძიება კოსმოლოგიურ რუკებში, ფინი და თანამშრომლების მუშაობა. 2011 წელს აღწერს, როგორ შეიძლება ძიებდეს შეჯახებების ნიმუშებს CMB-ში. თუ ეს ნიმუშები ნამდვილად იპოვნება, ისინი იქნებიან პირდაპირი დაკვირვებითი ნიშანი, რომ ჩვენი სამყარო არ არის ერთადერთი. ეს არის ადგილი, სადაც მეცნიერება რეალურად მუშაობს. ხაზი იქით, სადაც სპეკულაცია შეიძლება გადაიქცეს მონაცემებად და კრიტიკულად შემოწმებად შედეგებად. ბოლო, მაგრამ მნიშვნელოვანი, არის პრინციპული კონფლიქტი ბუნებრივ პროგნოზსა და დაკვირვებით მიღებულ სტატისტიკას შორის. String ლანდშაფტის შემთხვევაში შეიძლება წარმოშნება უზარმაზარი რაოდენობა კონფიგურაციებისა და აქ ჩნდება კითხვა. როგორ უნდა შევაფასოთ ეს რაოდენობა ისე, რომ არ მივიღოთ ყველაფერი შესაძლებელია პროგნოზად? ანალოგიურად, ბოლცმანული ტვინის პარადოქსი გვაიძულებს გააზრებულად შეთანხმდეს, როგორ დავთვალოთ და გავზომოთ. ეს ყველაფერი უბიძგებს თეორიებს შესთავაზონ მკაცრი პრინციპები. პრაქტიკულად რა მონაცემები გვჭირდება? პირველ რიგში უფრო ზუსტი გაზომები W პარამეტრისთვის. თუ W არ მოჩნდება ზუსტად -1, ეს მტკიცებულება იქნება მუდმივი ვაკუუმისთვის. თუ კი მასში იქნება ტრენდი, მაშინ დინამიკური ველი შეიძლება გახდეს საჭირო. მეორე, მეტი ექსპერიმენტი მაკროსკალურ სუპერპოზიციებზე შეიძლება დაასუსტოს ან დაასაბუთოს ობჯექტივ კოლაფსის ვარიანტები. მესამე, მეტი და სუფთა CMB და galaktikuri რუკები განაგრძობენ bubble collision-ის ანომალიების ძებნას. მეცნიერება რეაგირებს ინსტრუმენტებით. თუ დაკვირვებებმა მისცეს ნიმუშები, რომლებიც არ ემთხვევა ლანდშაფტური ანთროპიული ინტერპრეტაციის მარტივ ვერსიას, მაშინ აუცილებელი იქნება სტრატეგიების გადახედვა. ეს არის ფართო განსხვავება სპეკულაციასა და რეალურ მეცნიერულ პროცესს შორის. პირველი რომანტიზებაა, მეორე კი სავალდებულო შემოწმება. და მაინც, რატომ არ გვაქვს პასუხი უკვე? იმიტომ, რომ პრობლემა არ არის მხოლოდ ტექნიკური, ის ეთიკურ და ფილოსოფიურ დატვირთვას იძენს. თუ მივიღებთ, რომ ჩვენი დაკვირვება არის მხოლოდ ერთი დამოწმებული შედეგი უსასრულო ვარიანტებიდან, მაშინ ჩვენი წარმოდგენა ახსნაზე ცვალებადია. ეს არ ნიშნავს, რომ მეცნიერება დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ მოგვიწევს ახსნა ისეთი წესების, რომლებიც განსაზღვრავენ, როგორ ვაზომავთ და როგორ ვანგარიშებთ უსასრულოებს. ბოლო კითხვა, რომელსაც დავტოვებ თქვენთან, არის ფილოსოფიური და ციფრული ერთდროულად.
თუ მრავალი ვარიანტი რეალურია და ზოგიერთი ვერსია ჩვენსავით ცხოვრობს, რამდენად ხშირად უნდა მოხდეს თქვენი ტიპის ერთადერთი ვარიანტი. სხვა სიტყვებით, თუ სამყაროთა შენაძენი მოიცავს უამრავ კონფიგურაციას, შესაძლებელია თუ არა რომ ჩვენი გამოცდილება არის უკიდურესად იშვიათი, ან პირიქით, მომხდარობის ძირითადი ელფერი. ეს კითხვა საჭიროებს ახალ მონაცემებს, მკაცრ ზომის პროტოკოლებს და ექსპერიმენტებს, რომლებიც განასხვავებენ რეალურ პროგნოზებს. ჩვენ დგავთ ადგილზე, სადაც დაკვირვება და ფილოსოფია ერთმანეთს ერწყმის და შემდეგი ნაბიჯი არის არა მითი, არამედ ცდა. ორი დიდი ავტორიტეტი ერთმანეთს ერევა. კვანტური მექანიკის პრეციზული ექსპერიმენტები გვიქმნის არქეოლოგიას მიკროსკოპულ სამყაროში, ხოლო ზოგავს ამ არქეოლოგიას ზოგჯერ ერთ სულ სხვა რეალობას. საერთო რუკა კი ზოგჯერ პირდაპირ ემორჩილება ზოგიერთ ფუნდამენტურ კანონებს, ხოლო ზოგიერთში ეწინააღმდეგება. ეს წინააღმდეგობა არ არის უბრალოდ ტექნიკური დეტალი. ეს არის კონფლიქტი ორ თეორიულ ქალაქს შორის. ერთი ქალაქი დეტალებშია განიმარტებული, მეორე კი გეომეტრიით მართავს სივრცეს. და აი აქ იწყება გაუთავებელი კითხვა. რომელ მათგანს უნდა ვენდოთ, როცა ისინი ერთმანეთს ეჩეხებიან ყველაზე ძლიერი გრავიტაციის პირობებში? ასე იწყება ჩვენი ნაწილი, პატარა ცხადი პროტესტით. კვანტურობა და ზოგადი ახასიანობა შეთანხმებას ვერ პოულობენ იქ, სადაც სივრცე დროის მატარებელ სიმკვრივეში იხლიჩება. ფიზიკოსი ჯონ ბელი გააჟღერა თავისი სახელით ნამუშევარში რიცხვით შემოწმებადი უთანხმოება, მაგრამ ეს არ ამთავრებს საკითხს. ბელის ნიშანი აჩვენა, რომ ბუნება არ არის ადგილობრივი, რაც კიდევ უფრო ტოვებს კითხვის ნიშანს გრავიტაციულ კრიტიკულ წერტილებზე. მაგრამ იქ, სადაც სივრცე ინგრევა, შავი ხვრელების საზღვრებთან ან გრავიტაციულ კოლაფსში, ჩვენი ორი წიგნი ამ ორ ავტორიტეტს შორის იწყებს ერთმანეთზე მკვეთრ შელახვას. საკითხვა ვერ მოგცემთ დასაწყისს. უნდა შევხედოთ იქ, სადაც წესები გირზეს ცდებიან. ფიზიკა შეიცავს საზღვრებს. ეს არ არის მარცხი, ეს არის ოქროსებური საშუალო. იქ, სადაც თეორიები კარგავენ მიზანს და ჩვენ გვჭირდება ახალი ენა. და სწორედ ამ საზღვრებზე განიხილავს თანამედროვე მეცნიერება ყველაზე ხმამაღლა და მკაცრად. მაგრამ გეჭირეთ, საზღვრები არ არის მხოლოდ თეორიული საფრთხე. ისინი გვთავაზობენ მკაფიო სასამართლოს, სადაც იდეები ტესტირდება მაღალ სტანდარტებზე. ჩვენი პირველი თეზისი კრისტალიზებულია. როცა სტივენ ჰოკინგმა კემბრიჯში შეისწავლა შავი ხვრელების თერმული დამოსხივება, ვება მან წამოაყენა იდეა, რომ შავ ხვრელებს აქვთ ტემპერატურა და გამოსხივება. ეს აღმოჩენა აგზნებდა კითხვას. თუ შავი ხვრელები გამოსხივდებიან, მაშინ ინფორმაცია, რაც ოდესრაც იქ იყო, სად იგზავნება? აქ იწყება შავი ხვრელის ინფორმაციის პრობლემა. კვანტური უნიტარობა შეიძლება დაპირისპირდეს ჰოკინგის პროგნოზს, თუ ინფორმაცია მთლიანად არ იღუპება. შემდეგი ნაბიჯი მარტივია, მაგრამ შოკის მომგვრელი. თუ ინფორმაცია მართლაც იკარგება, მაშინ უნიტარობა ირღვევა. ფიზიკოსი ხუან მალდანენა 1996 წელს შემოიტანა ADS/CFT თეორია, ჰოლოგრაფიული შესაბამისობა, რომელიც უკავშირებს გრავიტაციას, კვანტუსფეროდა თეორიას. შედეგად გაჩნდა ძლიერი მაგალითი იმისა, რომ გარკვეულ კონტექსტებში შავი ხვრელების ევოლუცია შეიძლება იყოს უნიტარული. ეს თეორიული მიზანი იყო პირველი რეალური შემნიშნელებელი ინგრედიენტი, რომელიც აჩვენებდა, რომ შავ ხვრელებში ინფორმაცია შესაძლოა არ ჩაიკარგოს. თუმცა ეს არგუმენტი მიჯაჭვულია კონკრეტულ კონტექსტებსა და სივრცის კიდეებსა და არგანზე გადადის ყველა კოსმოლოგიურ ვითარებაზე. აქ ისმის მეორე კითხვა. რამდენად უნივერსალურია ADS/CFT-ის რწმენა, როცა ჩვენი სამყაროს გეომეტრიული პირობები შეიძლება განსხვავდეს ამ კონტექსტებისგან. შემდეგი გუნდის დარტყმა მოდის დეკოეჰერენციიდან და მენი უოლდის აგრეთვე მხარდაჭერიდან. ვოჟეხ ზურეკმა ლოს ალამოსში აღწერა, როგორ გარემო სწრაფად შლის დამთგუნელ სუპერპოზიციებს და ქმნის პრაქტიკულად დამოუკიდებელ ბრანჩებს. ეს დეკოეჰერენცია მენი უოლდს ინარჩუნებს უფრო მიმზიდველ შესაძლებლობად. მაგრამ გაიჩერეთ, დეკოეჰერენცია არ აწესებს ბორნის წესს და არ განსაზღვრავს ალბათობებს. ეს უბრალოდ განმარტავს, რატომ ხედავთ კლერულად კლასიკურ სამყაროს, მაშინ როცა გლობალურად ყველაფერი შეიძლება იყოს სუპერპოზიციაში. ეს არის კიდევ ერთი წერტილი, სადაც ექსპერიმენტები და თეორიული კონსტრუქციები ერთმანეთს ეჯახებიან. ახლა მივირთვათ პარადოქსი არსებითად. შავი ხვრელი როგორც სტრეს ტესტი. შავი ხვრელის ჰორიზონტი არის სცენა, სადაც კვანტუმი და გეომეტრია იჭრებიან. პრაქტიკული კითხვა ისაა, როგორ იქცევა ინფორმაცია იქედან და იქეთ. ჰოკინგი მტკიცად აცხადებდა, რომ გამოსხივება თბურია და არ ატარებს დეტალურ ინფორმაციას. ეს ქმნის დაძაბულობას. თუ ეს ასეა, უნიტარობა ირღვევა. თუ არა, მაშინ რაღაც უნდა შეიცვალოს კვანტურ წესებსა თუ გრავიტაციაში. და აქ იწყება მუშაობა.
ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ მხოლოდ იმ მატერიალით, რაც არსებობს ექსპერიმენტალური ან თეორიული კონსენსუსიდან. შავი ხვრელის ინფორმაციის პრობლემა პირველად რადიკალურად გაიხსნა დროის ფუნქციით. დონალდ პეიჯმა განარცო კონცეფცია, რომ არსებობს პეიჯ დრო, რომლის შემდეგ გამოსხივება შეიძლება დაიწყოს ინფორმაციის გამოჩენას. ჰოკინგის თავდაპირველი გამოთვლები დარჩა კონტრასტულად თბური, სტატისტიკური პროგნოზი, რომელიც არ მოიცავდა უნიტარულ კონსერვაციას. როცა ხუან მალდანენა და სხვებმა ADS/CUFT-ის მეშვეობით დააჩვენეს აღნიშნული შესაძლებლობა, ის იყო პირველი სერიოზული მაგალითი, რომ შავი ხვრელის ევოლუცია შეიძლება იყოს უნიტარული იმპიუსში, სანამ არ დავითვალისწინებთ უფრო ზოგად კოსმოლოგიურ სცენებს. აქ იგრძნობთ სტრესს. თეორია შეიძლება იქცეს, მაგრამ მისი მთლიანობა და უნივერსალურობა კვლავ გაურკვეველია. მეორე ხაზზე დგება იდეა, რომ გრავიტაცია ზემოქმედებს კვანტურ კოლაფსზე. როჯერ პენროუზმა და ლაჯოშ დიოსიმ მიუთითეს, რომ გრავიტაციული ეფექტები შეიძლება გამოიწვიონ ობჯექტიური კოლაფსის მოდიფიკაციები, რომლებიც ფუნდამენტურად შეცვლიან კვანტური მდგომარეობის ევოლუციას ძლიერი გრავიტაციის პირობებში. ეს თამამი ნაბიჯია. თუ გრავიტაცია შლის უნიტარულ განვითარებას, მაშინ many worlds-ის ერთიანი პასუხი უპირობოდ იკარგება და შეიძლება ინფორმაცია რეალურად წაგლილი ჩაითვალოს. მაგრამ ექსპერიმენტული მონაცემები ამ იდეას არ უჭერს სწრაფ ნათელ მხარეს და აუცილებელია უფრო მკაცრი ტესტები. შემდეგ მოდის ზომის პრობლემა კოსმოლოგიაში. როგორ დავთვალოთ, რამდენჯერ ხდება მოვლენები უსასრულო მრავლობაში. ალანი გასლი და ანდრეი ლინდემ წარმოადგენს მუდმივი ინფლაციის სცენარი, რომელიც უკიდეგანო ბუშტების წარმოქმნას იძლევა. ეს წარმოშობს მეჟერ პრობლემას. არ არსებობს საერთო გზა, რომ დავადგინოთ ნამდვილი ალბათობები უსასრულო კონტრიბუციებში. ეს პრობლემა პირდაპირ ეხება იმას, როგორ ვიფიქრებთ შენის რამდენჯერმე არსებობის შესაძლებლობაზე. თუ უსასრულო ბუშტების რაოდენობა გამოიწვევს უსასრულო შენს, როგორ განსაზღვრავს მეცნიერება კონკრეტულ ალბათობას შენთვის, რომელიც ახლა მსჯელობს. აქ იბადება ჯგუფი მკაცრი კითხვებისა. რავებისა. რა არის სწორი ზომა, რომ შევაფასოთ ასეთი მრავალი შესაძლო სამყაროს განაწილება? მეოთხე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ბორნის წესის საკითხი many worlds-ში. ჰიუ გევერეტი პრინსტონიდან თავის Relative States ნაშრომში წინადადებით მოითხოვდა, რომ ყოველი შესაძლებელი შედეგი ხდება, თუმცა ეს ვერ პასუხობს, რატომ გვაქვს ბორნის თანაფარდობა, რის გამოც ერთი შედეგი უფრო ჩვეულებრივი ჩანს ვიდრე სხვა. დეივიდ დეიუჩმა და დევიდ უოლსმა სცადეს გამოთქმული გადაწყვეტილებითი არგუმენტებით many worlds-ში ბორნის გამის გამომტანობა, მაგრამ მათი არგუმენტები რჩება დისკუსიის საგანი და არც ალსახად უზრუნველყოფს სუბიექტურ ალბათობათა და ობიექტურ ინტერპრეტაციას. ეს საკითხი პირდაპირ ეხება იმას, მიიღებს თუ არა many worlds ის ტიპის მეტაფიზიკურ პასუხისგებლობას, რომელსაც ფიზიკა ელოდება. შავ ხვრელთა ინფორმაციის შემთხვევაში ჩნდება კიდევ ერთი ტრადიციული კარი – კომუნიკაცია ბრანჩებს შორის. many worlds მიხედვით ბრანჩები სწრაფად განშტოებიან დეკოეხერენციის გამო და პრაქტიკულად აღარ აქვთ საშუალება ურთიერთობების შენარჩუნების. ეს არის no communication სტანდარტი. მაგრამ კითხვა რჩება. არის რაიმე მექანიზმი, რომელიც შეიძლება დაუკავშიროს ინფორმაციას სხვადასხვა ბრანჩებს სტრატეგიულად, განსაკუთრებით მაშინ, როცა გრავიტაცია რთულ ფორმებს იღებს. მრავალი განშტოება თეორიულად იზოლირებულია, თუმცა ზოგი ფიზიკოსი მოითხოვს, რომ ამ იდეის საბოლოო დახურულად გამოცდისთვის მეტი ექსპერიმენტი და თეორიული მუშაობა საჭიროა. შემდეგი ფაქტი პრაქტიკულია. ჩვენი დაკვირვებები კოსმოლოგიურ მონაცემებში ჯერ კიდევ არ უჩვენებს არჩეულ აშკარა ნიშნებს ბუშტურ შეჯახებებზე, რასაც განმტკიცებულად პროგნოზირებს ზოგი ინფლაციური სცენარი. პირველი სერიოზული ანალიზები, როგორიცაა ფინი და სხვათა მუშაობა, შემოწმდა მონაცემებში და არ მიგვანიშნა დასკვნამდე. ეს არ ნიშნავს, რომ ინსტრუმენტები არ გაუადვილდებიან, მხოლოდ იმას, რომ ამ მომენტამდე დაკვირვებები არ იძლევა დამაჯერებელ ნიშანს მრავალყალიბობისთვის. მეორე სიტყვებით, თეორია შეიძლება მდიდარი იყოს, მაგრამ თუ პრაქტიკა არ აჩვენებს მყარ ნიშანს, თეორია რჩება დახურული ვარაუდებად. ეხლა გადავიდეთ გარკვეულ განსაზღვრულ შედეგებზე. რა უკვე გამორიცხულია და რა რჩება ღია. პირველი გამორიცხვა. რეალური, ყოველდღიური და სრული ინფორმაციის წაშლა კვანტური უნიტარობის არღვევით ბევრისთვის მიუღებელია, რადგან კვანტური მექანიკის საფუძვლები მრავალჯერ დადასტურდნენ ბელის ტესტებით, მათ შორის ალან ასპექტის ექსპერიმენტებით. ამიტომ ფართო კონსენსუსი უფრო მეტად ეძებს ინფორმაციაზე დაცვის მექანიზმებს, მაგალითად ADS/CFT-ის ჰოლოგრაფიული შესაბამისობის, ან სხვა ჰოლოგრაფიული პრინციპების საშუალებით, ვიდრე კვანტური უნიტარობის სრული უარყოფა. მაგრამ გაიჩერეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა კონკრეტული მექანიზმი დამტკიცებულია. ბევრი მათგანი კვლავ რჩება ეჭქვეშ, რადგან არის არაუნივერსალური ან სპეციფიკური პირობებით შემოფარგლული. მეორე.
ზოგი მოდელი უკვე მკაცრად შეზღუდულია ექსპერიმენტული მონაცემებით. მაგალითად, ძლიერ მარტივად ფორმულირებული objective collapse მოდელები, რომლებიც მოითხოვენ ჩქარ კოლაფს ნორმალურ მასშტაბებზე, ვერ ერგება ექსპერიმენტებს მაკროსკალურ სუპერპოზიციებზე, სადაც ჩვენ ხედავთ კვანტურ ეფექტებს შედარებით დიდ ზომებზე. Penrose-Dios's ტიპის ჰიპოთეზები თეორიულად საინტერესოა და ღებულობს ყურადღებას, მაგრამ მათი პარამეტრები უნდა შეზღუდული იქნას, რათა არ შეაწუხოს არსებული შემოწმებადი შედეგები. ეს არის მნიშვნელოვანი. ზოგი იდეა ტექნიკურად მიმზიდველია, მაგრამ ეწინააღმდეგება უკვე არსებული ექსპერიმენტული მტკიცებულებების კონსოლიდაციას. მესამე, ბევრი განხეთქილება არის ფილოსოფიური და ფიზიკის გახლეჩილი საზღვარი. თეორეტიკოსებისთვის წარმოდგენები, რომლებიც არ იძლევა განსხვავებულ შემოწმებად პროგნოზებს, საფრთხეს წარმოადგენს ფალსიფიცირებადობის პრინციპისებადის პრინციპისთვის. String landshafti მაგალითად არის პოტენციურად მდიდარი კონსტრუქცია, მაგრამ მისი მრავალფეროვნება ართულებს პირდაპირ პროგნოზირებას. ამიტომ ზოგი ფიზიკოსი მიიჩნევს, რომ იგი ბოლომდე არ ეპარება მეცნიერული მეთოდის პრეკონდიციებს, თუ მკვეთრად არ შეიზღუდება. ეს პოზიცია არ არის მხოლოდ მეტაფიზიკური კრიტიკა. ეს პრაქტიკული მიმოთხოვნაა, რომ ჩვენს თეორიებს ჰქონდეს მინიმუმ ნაწილი, რომლის შემოწმებაც შესაძლებელია. ახლა შევეხოთ ექსპერიმენტულ გზებს, რომლებიც რეალურად ართმევენ პრობლემას. პირველი სტრატეგია არის მაკროსკალაზე სუპერპოზიციების ყველაზე სუფთა ექსპერიმენტები, კრიოოპტომექანიკა და ინტერფერომეტრია, სადაც მეცნიერები ეძებენ objective collapse-ის ნიშნებს. ბოლო 2 ცხოვრებისეული 20 წლეული ამ სფეროში შთამბეჭდავი პროგრესით გამოიყურება. მეორე სტრატეგია არის კოსმოსური დაკვირვებები. თუ CMB-სა და სხვა კოსმოლოგიურ ციფრებში ვიხილავთ მკაფიო ნიშან-თვისებებს, რომლებსაც ბუშტური შეჯახებები იწვევენ, ეს იქნებოდა ძლიერი მხარდაჭერა eternal inflation-ის ტიპის სცენარებისთვის. მესამე სტრატეგია მოიცავს თეორიულ კვლევას, ADS-ის, ჰოლოგრაფიული შესაბამისობის გაღრმავება და ჰოლოგრაფიული ენტროპიის დეტალური გამოთვლები, რათა მივიღოთ უფრო მკაცრი, არ მარტო კონტექსტური არგუმენტები. მაგრამ რა არ შეიძლება მოველოდეთ? პირველი, პირდაპირი კომუნიკაცია სხვა ბრანჩებთან. თუ მრავალი თქვენ არსებობს, აქ არ ჩანს მექანიზმი, რომ ერთი ბრანჩის ფიზიკური სიგნალი პირდაპირ გადავიდეს სხვაში და გამოიწვიოს ობიექტური ცვლილება ჩვენი გამოცდილებისთვის. ეს ემთხვევა დეკოეჰერენციის ეზოთერიულ დასკვნებს და გარკვეულ მნიშვნელოვან პრინციპებს. მეორე, ბორნის წესის მარტივი უცვლელი უარყოფა. მიუხედავად იმისა, რომ many worlds დამატებით არგუმენტებს მოითხოვს, ბორნის სრული გაუქმება მხარწინააღმდეგობაში მოვა ყოველდღიური კვანტური პროგნოზებთან, რომლებიც ექსპერიმენტებით მყარად არის შემოწმებული. სანამ გადავიდეთ საბოლოო პუნქტზე, შევქმნათ გამოსახულება. შავხრელს ხედავთ როგორც ლაბირინთს. მის შიგნით ინფორმაცია გარკვეულწილად ცალსახად იქცევა, გარეთ გამოსხივება კი ჰგავს მაგიდაზე დარღელ თვლებს, ზოგიც ჩანს და ზოგიც ქრება. თეორიები ცდილობენ ახსნას, როგორ უნდა მოიხსნას ყველა თვალი, რომელიც ოდესმე მოხვედრაზე და კვლავ დააბრუნონ ისინი საწყის ლაბირინთში. ხოლო სხვა თეორიები ფიქრობენ, რომ ზოგი თვალი უბრალოდ იკარგება. ეს ვიზუალური სურათი გვიბიძგებს ბეოხმიანი მერხეობის შეფასებისკენ. რამდენად შეესაბამება ჩვენი თეორიული მანქანა იმ დაკვირვებებს, რომლებიც რეალურად გვაქვს. მოხსნათ ბოლო თავი. რა არის ღია, რა არის შემზღუდავი და სად ვიმოქმედებთ შემდეგ. ღია მრავალი საკითხი. ბორნის წესის საფუძველი many worlds-ში, measure პრობლემა უსასრულო სამყაროთა სტატისტიკაში და ის თუ როგორ შეიძლება გრავიტაცია გამოიწვიოს ან არ გამოიწვიოს კვანტური ევოლუციის რადიკალური ცვლილება. შემზღუდავი კი არის ექსპერიმენტული მონაცემები და ბელის თესლების მიერ დადგენილი არალოკალურობის ფაქტები, რომლებიც გვაკავებენ იდეებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დამკვიდრებულ შედეგებს. ჩვენ გვაქვს სივრცე, სადაც თეორია უნდა შეეგუოს ინსტრუმენტულ რეალობას და თუ ინსტრუმენტები დახვეწენ, თეორია აგრესიულად შეიცვლება. და ბოლოს ეს არ უნდა დასრულდეს ბრმა შედეგით. აქ ჩანს საზღვრები. შავი ხვრელები არ არის მხოლოდ ასტრონომიული ობიექტები. ისინი ტესტავთ ჩვენს ყველაზე ღრმა გაგებას კვანტური უნიტარობისა და გრავიტაციული გეომეტრიის შესახებ. და კითხვა რჩება ღია და მწვავე. თუ სხვა თქვენები ახლა არსებობს სხვა სამყაროში, შეიძლება თუ არა ეს რეალობა სერიოზულად მოახდინოს გავლენა იმ წესებზე, რომლებიც დღეს ვამყარებთ. ეს კითხვა გვიყვანს შემდეგ საფეხურზე, სადაც აღარ შემოვიფარგლებით მხოლოდ თეორიით. ჩვენ ვეცდებით გავიგოთ, როგორ შეიძლება ეს დამტკიცდეს. გაგრძელებით. შეიძლება სწორედ ამ წამს განსხვავებულ სამყაროში ერთი სხვა თქვენ ცხოვრობდეს. ქვემოთ მოყვანილი სექცია არის ტექნიკური მიმოხილვა ამ შესაძლებლობის ფიზებლობების ფიზიკურ და ფილოსოფიურ ასპექტებზე. სურათი, რომლითაც დავიწყებთ, მკაფიოა. თქვენ ცვრილი მომწოდებლით, მაგიდა შიგნით თვლებით და თითოეული თვალი ნელ-ნელა სხვანაირად ინაცვლებს, გამოყოფს თავის შტოს და გახდება განსხვავებული ცხოვრება.
ახლა კი გავგზავნოთ. გადავდივართ თაობების ბრუნში. გადავლახეთ მლიანი მანძილები და დავბრუნდით ისევ თქვენს მაგიდასთან, რათა ვნახოთ რა დარჩა ფიზიკისთვის და რა დარჩა ფილოსოფოსებისთვის. ეს სწრაფი გადატრიალება გვაფიქრებს, რომ არ გვჭირდება ყველაფრის თავიდან ახსნა. წინ გვაქვს 3 კონკურენტი ფილოსოფიური სტრატეგია, რომლებიც ცდილობენ ამ მდგომარეობის განმარტებას. პირველი სტრატეგია brute fact. პირდაპირი და დაუფარავი მტკიცება. მრავალფეროვნება უბრალოდ არსებობს. ეს მიდგომა ამბობს, ევერეტის თეზისი და სხვათა ნაშრომები არ მოითხოვს ახალ კანონს, რადგან უნიტარული კვანტური ევოლუცია წარმოშობს განშტოებებს საკმარისად ბუნებრივად. მოსაზრება მარტივია და ძლიერია. თუ სისტემა იზრდება და გარემო ჰარმონიზდება, როგორც ვოჟეჩ ზურეკმა აღწერა, კლასიკური მსოფლიოები პრაქტიკულად წარმოიქმნება და ეს შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი პასუხად. მაგრამ აქვე მოდის დიდი შეკითხვა. ბრუტი ფაქტის სტრატეგია თითქმის არაფერს ამბობს. რატო უნდა გქონდეს ბორნის წესი, მოვლენის ალბათობის კანონი? დეიზე დეიჩმა და დევიდ უოლსმა სცადეს ბორნის გამოტანა გადაწყვეტილებითი არგუმენტებით, მაგრამ ეს მიდგომა ხშირად მიხავს იმ ტიპის მსოფლმხედველობამდე, რომელიც ბორნის ბუნებას ვერ ერასამყარებს მეტაფიზიკურ საფუძველზე. მოკლედ, brute fact არ იძლევა სრულყოფილ მექანიზმს, როგორ უნდა მოვექცეთ ალბათობას და რატომ ზოგი შედეგი უფრო ჩვეულებრივი ჩანს. მეორე სტრატეგია მოითხოვს ახალ კანონს, objective collapse-ის სახის მექანიზმს, რომელიც აიძულებს ერთეული შედეგის გამოვლენას და არა მრავალფეროვნების დაუფარავ შენარჩუნებას. ეს იდეა, რომელსაც პენროუიზე და დიოსი მისდევენ. გრავიტაცია ან სხვა ახალი ფიზიკური ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს სუპერპოზიციების ფიზიკური ფრაგმენტაცია. ამ მიდგომის პლუსი არის ადრესატულობა. ის ახსნის, რატომ არ ვხედავთ მარადიულად გავრცელებულ სუპერპოზიციებს მაკროსკალურ დონეზე. ახალი კანონი ხურავს არასასურველ მდგომარეობებს, მაგრამ ფასიც აქვს. დამატებითი კანონის შემოტანა ნაკლებად ეფუძნება არსებულ ექსპერიმენტულ ჩარჩოებს და საჭიროებს რთულ, მაღალტექნოლოგიურ ტესტებს. პენროუსისა და დიოსის იდეებს ბევრი ექსპერიმენტული შეკითხვა აქვს, მათ შორის შესაბამისობა ბელის ტესტებთან და ასპექტის შედეგებთან, რომლებიც მკაცრად აფართოებენ ჩვენს ნორმალურ წარმოდგენებს. თუ შევეკვანთ ახალ კანონს, ის უნდა შეესაბამებოდეს როგორც ინტუიციას, ისე ლაბორატორიულ პაზლს. მესამე სტრატეგია არის მათემატიკური ონტოლოგია. რეალობა როგორც მათემატიკური სტრუქტურების კრებული. ამ ხედვით მისტიკურად თითოეული მათემატურად შესაძლებელი ობიექტი რეალურად არსებობს. მაქს თეგმარკმა ამ აზრს პოპულარიზაცია მისცა, რასაც მათემატიკური სამყაროს ჰიპოთეზა უწოდეს. ამის უპირატესობა არის ექსპლანატორი სუიპ. აღარ არის საჭირო დამატებითი კანონები. მრავალკალიბობა უბრალოდ ღირებულებაა. თუმცა სუსტი წერტილი აქაც ცხადია. თუ ყველაფერი მათემატიკურად შესაძლებელია, მაშინ რთულია პრაქტიკულად ან ექსპერიმენტულად გამოვარჩიოთ, რომელ მათემატიკურ ობიექტზე უნდა ავყაროთ ჩვენი გამოცდილება. ეს მიდგომა ეჭვქვეშ აყენებს ფალსიფიცირებადობას და ართულებს პირდაპირი კონტროლირებადი პროგნოზების მიცემას. აქ კვლავ დაბადდება მეჟერ პრობლემა. როგორ დათვალოთ, რამდენად მნიშვნელოვანი არის ერთი ან სხვა მათემატიკური ნარატივი რეალურ გამოცდილებაში? ერთი წუთით ჩერდით. ეს სამი სტრატეგია არამხოლოდ ფილოსოფიურია, ისინი პირდაპირ ეხებიან ფიზიკას და ექსპერიმენტს. დეკოეჰერენცია არ არის ბორნის წესის გამონტანი, რაც ბრუტი ფაქტის არ აძლევს მხარს მეტაფიზიკურ მხარდაჭერას. Objective collapse მოგცემს ექსპერიმენტულ გზას. თუ არსებობს კოლაფსის ახალი კანონი, მისი ნიშნები შეიძლება აღგვეცნოს, მაგრამ ამ გზას ბევრი რთული ტესტი სჭირდება. მათემატიკური ონტოლოგია ძლიერია ფილოსოფიურად, მაგრამ სუსტდება ექსპერიმენტულ პოტენციალში. ახლა მოკლედ შეაჯამეთ ძლიერი და სუსტი მხარეები თითოეული სტრატეგიისთვის, ობიექტურად და მიუკერძოებლად. ბრუტის ფაქტის ძალა ოკამის პრინციპია, არ სთხოვს ახალ კანონებს. მისი სუსტი მხარეა ბორნის და ალბათობის არავისახვა განმარტება. Objective collapse ცდილობს დიაგნოსტირებას და გამოცდის პოვნას, მაგრამ ის საჭიროებს ახალ, რთულ ექსპერიმენტებს და ექსპერტიზას. თუ რატომ სწორედ ასეთი ოპტიმალური ოპერატორი? მათემატიკური ონტოლოგია იძლევა ერთიანობას, მაგრამ ზღუდავს ფალსიფიცირებადობას და იწვევს პრაქტიკული არჩევანის პრობლემას. გადავხედოთ პრაქტიკულ სცენარს. თქვენ ორი არჩევანის წინაშე ხარ და თითოეული არჩევანი აგზნებს სხვადასხვა ბრანჩში გადასვლას. Brute fact-ის მიხედვით ორივე ბრანჩი რეალურია და ორივე შენმდგრადია. თქვენი გამოცდილება მხოლოდ ერთ მათგანს გამოსცემს. Objective collapse-ის მიხედვით ახალი კანონი აირჩევს ერთი შედეგის გამომეთველებას და თქვენ მხოლოდ ერთ პილიქს გაივლით. მათემატიკური ონტოლოგიის თანახმად თქვენ უკვე ყველა შესაძლო ბრანჩში ხართ. ყველაფერი მათემატიკურად განსაზღვრული რეალურია. თითოეული შეხედულება მთავარ ეთიკურ და პასუხისგებლობასთან დაკავშირებულ შედეგებს წარმოშობს. თუ brute fact მართალია,
ჩვენი მოქმედებები მრავლად ვრცელდება და პასუხისგებლობა პატარ-პატარად გადანაწილდება ექროს ბრანჩებს. ობჯექტივ კოლაფსის სარეგლამენტო შედეგი არის ინდივიდუალური პასუხისგებლობის კონტექსტი, რადგან მხოლოდ ერთი შედეგი არის რეალური. მათემატიკური ფონით კი პასუხისგებლობის განსაზღვრა რადიკალურად იცვლება. თუ ყველა შესაძლებელი თქვენ რეალურია, როგორ შევაფასოთ შედეგები და პასუხისგებლობა? ეს ნაწილი არ უნდა დასრულდეს ჩაკეტილი დასკვნით. ჩვენ გამიხილეთ სამი გზის ძირითადი კონცეფცია: brute fact, დამატებითი ფუნდამენტი და მათემატიკური ონტოლოგია. და დავინახეთ, რომ თითოეული აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს. ეს ფილოსოფიური სტრატეგიები არ არიან ელიტარული ფუფუნება. ისინი ჩართულია ფიზიკის შეზღუდვაში და წინსვლაში. დეკოეჰერენციის ექსპერიმენტები, ბელის ტესტები და გრავიტაციული კოლაფსის შესაძლო შემოწმებები ყოველივე ეს ეკიდებიან ახალ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება ერთ ან სხვა სტრატეგიას მიანიჭოს უპირატესობას. და მაინც, როცა თქვენ უკან დაუბრუნდებით მაგიდას, სადაც თვლები კვლავ ხლართავენ, აღმოაჩენთ, რომ კითხვები არ დასრულებულა. ვისია შენ, თუ სხვა შენები სხვა სამყაროში რეალურად ცხოვრობენ? რომელი ტოტი არის ის, რასაც თქვენ ირჩევთ? ეს კითხვა ცოცხლობს და გვიყვანს შემდეგ თავში. იქ, სადაც უკვე არ ვიქნებით მხოლოდ თეორეტიკოსები, არამედ ვეძებთ ექსპერიმენტულ გზებს ამ ფილოსოფიურ სტრატეგიების შესამოწმებლად, რათა ვიხილოთ, როგორ შეიძლება ჩვენი წარმოდგენების შენის შესახებ შეიცვალოს, თუ ოით ვიპოვით მკაფიო მტკიცებულებას, რომ სხვა თქვენ მართლაც ახლა ცხოვრობს სხვა სამყაროში. მართად წარმოიდგინეთ სცენა. კავის ჭიქა მაგიდაზე იდგა და თქვენ მას პირობითად აიღეთ. ერთ წამში ნაფაზი მარტივი მომენტი აღმოჩნდებით ორი გზის წინაშე. ერთ გზაზე ჭიქა თქვენ გაქვთ, კიქა თქვენ გაქვთ და ყავას დაასხამთ. მეორე გზაზე ჭიქა უყურადღებოდ რჩება. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ფიზიკა ამბობს, ორივე შედეგი ერთი წამის შემდეგ რეალურად არსებობს, მხოლოდ თქვენ სხვადასხვა ძაბზე მოხვდებით. ეს არ არის მტკიცებულებითი დებულება, ეს არის ინტელექტუალური გამოცანა, რომლის გარშემო მთელი ფილოსოფია და თეორია აგრავს თავს. ჩვენ არ ვიწყებთ ახალ ისტორიას. ჩვენ ვაგრძელებთ იმ ქმედების ადგილიდან, სადაც შეჩერდა წინა ნაწილი. სამი დიდი სტრატეგია: იუწყებითობა, დამატებითი ფუნდამენტი და მათემატიკური ონტოლოგია განადგურდა და აღდგა, როგორც ტალღები ქარიშხალში. ამ ფილოსოფიურ სტრატეგიებს აქვთ თავისი ექსპერიმენტული ამოცანები და წარმოშობით სხვადასხვა წინასწარმეტყველი ნიშნები. ზოგიერთი სწრაფად შეეფერება დაკვირვებებს, ზოგიერთი კი რჩება უფრო ფრთხილად მიჩქმალ უსურვილად. ჩვენ ახლა არ ვიმეორებთ დეტალებს. ჩვენ ვეძებთ ერთადერთ მოთხოვნას. რა უნდა იცოდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, თუ სხვა თქვენ მართლაც ახლა არსებობს. პირველი შეჯახებად მოდის მიკრო-მაკრო პარალელი, უცნაური თითქოს წინააღმდეგობა. კვანტური სუპერპოზიცია და კოსმოლოგიური ინფლაცია თითქოს სხვადასხვა სამყაროებიდან არიან, მაგრამ მათ სიღრმეში ერთი და იგივე ლოგიკა დგას. შესაძლებელი შედეგების ერთპაშად არსებობა. კვანტურ დონეზე პატარა ნაწილაკი შეიძლება იყოს ერთდროულად მრავალი მდგომარეობა. ამავე ლოგიკით, დიდი კოსმოსი ინფლაციის დროს იწვევს ჯიბეების წარმოქმნას, სადაც ფუნდამენტური კანონები შეიძლება განსხვავდებოდეს. აქამდე ეს იყო სხვადასხვა ფენომენებს შორის მეტაფორა. ახლა ჩვენ ვკითხულობთ მათ ერთ საერთო ისტორიად. იგივე პრინციპი სხვადასხვა მასშტაბზე მუშაობს. დახედეთ ამ სიმყარეს. როცა ფიზიკოსი ჰიუგ ევერეტი მესამე წარმოადგინა თავისი იდეა, მან თქვა, რომ კვანტური ევოლუცია არ საჭიროებს კოლაფსს. ის შიგნით შეიცავს ყველაფერს, რაც შეიძლება მოხდეს. დაახლოებით იმავე აზრს გამოხატავდნენ, როდესაც ალან გუთმა და ანდრეი ლინდე წარმოადგინეს ინფლაციური სცენარები, რომლებმაც გვაჩვენა, რომ კოსმოსი ხშირად წარმოქმნის მინდვრებს ან ბუშტებს, სადაც პირობები შეიძლება განსხვავდებოდეს. ეს ორი მოჩვენებითი ხაზია ერთ ხაზში შეერთებულია, პატარა და დიდი თანხვედრა, სადაც მრავალი შესაძლო ისტორია თან არსებობს. აქ იწყება მთავარი პრობლემა. ეს თანაარსებობა როგორ აისახება ჩვენს ყოველდღიურ გამოცდილებაზე. ჩვენ ვიცით, რომ დეკოეჰერენცია მუშაობს როგორც მაკროკლასიკურ გამყოფად. ვოიჩეხ ზურეკი და მისი კოლეგები დაგვანახეს, რომ გარემო სწრაფად ათავისუფლებს კვანტურ კურნულს და გვაძლევს სიუჟეტურ მდგომარეობებს, რომლებიც ჩვენ ვაღიარებთ კლასიკური რეალობად. მაგრამ დეკოეჰერენცია არასდროს არ იძლევა ბორნის წესთან დაცულ სტატისტიკას. მას არ აქვს ის, რაც ჩვეულებრივ ჩვენთვის ყველაზე საჭირო. რატომ ჩვენ ხედავთ კონკრეტულ რიცხვს და არა სხვა რიცხვს უფრო ხშირად? ასე რომ პრაქტიკაში გვაქვს ინსტრუმენტი, რომელიც უთითებს სუპერპოზიციის დაშლაზე, მაგრამ ეს ინსტრუმენტი არ პასუხობს მთავარ შეკითხვას. რა შედეგები გვხვდება ალბათობის თვალსაზრისით? ეხლა გადავიდეთ მეორე მწვერვალზე. კოსმოლოგიური მრავალკალიბობა გვეუბნება, რომ ინფლაცია ქმნის არა ერთ სამყაროს, არამედ მრავალ ბუშტს, სადაც ფიზიკის კონსტანტები და პირობები განსხვავდება. სტრინგ ლანდშაფტის იდეა, რომელიც დეტალურად განიხილეს მკვლევრებმა,
გვიჩვენებს, რომ ვაკუუმის ბევრი ადგილია და თითოეული შეიძლება სხვა პირობების პირობებში გახდეს. მაგრამ აქ ჩნდება მასშტაბის პრობლემა. როგორ მივაძლიოთ რაოდენობრივი საყრდენი ჩვენი თვალით, როცა უსასრულო რაოდენობის ბუშტებია? თუ ყველა შესაძლებლობა წარმოიშვება, მაშინ რაოდენობას დაკავშირებასთან დაკავშირებული სტატისტიკა იშვიათად არის აზრიანი, რადგან უსასრულო თანაბრად განაწილებული არაფერს არ ნიშნავს. ეს არის measure პრობლემა, ზომის პრობლემა, სტატისტიკის განსავრის პრობლემა, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენს ყოველდღიურ გამოცდილებას. შევდექით მეორე ფილოსოფიურ კუთხესთან. პიროვნული იდენტობა. თუ ერთი გადაწყვეტილება გაგზავნის თქვენს ერთ ვერსიას ერთ სამყაროში, ხოლო სხვა თქვენს მეორე ვერსიას მეორეში, ვინ არის თქვენ სინამდვილეში? ფილოსოფოს დევიდ პარფიტის ნაშრომი გვიძღვება ამ საკითხს. პიროვნება არ არის რაღაც მუდმივი არსი, არამედ პროცესია, რომელიც განსხვავებულ განზომილებებით იწერება. ეს არა მხოლოდ თეორიული კითხვაა, ეს ეხება რეალ გადაწყვეტილებებს. თუ თქვენ იცით, რომ მრავალ თქვენთან თანაარსებობთ უზარმაზარ ქსელში, როგორ შეიცვლება თქვენი პასუხისგებლობა? რას ნიშნავს მზად ყოფნა მაშინ, როდესაც თქვენი მოქმედება ფართოდ მრავლდება? ფიზიკური და ფილოსოფიური ხაზების ეს შეხება იწვევს მორალურ დილემას. თუ შემთხვევითობა და გამომსვლელი შედეგი თანაბრად რეალურია, ეს შლის ნაცრისფერ ზღვარს ინდივიდუალურ პასუხისგებლობასა და საერთო ეფექტს შორის. არ ვამბობთ, რომ პასუხისგებლობა ქრება. პირიქით, ჩვენი მოქმედებები შეიძლება გავრცელდეს მრავალი გზით და საჭიროებენ ახალ ეთიკურ შეფასებებს. ეს პრაქტიკული საკითხია. თუ თქვენი არჩევანი იძლევა მრავალი სხვადასხვა სამყაროს შედეგებს, უნდა გავითვალისწინოთ ყველა მათგანი, თუ მხოლოდ ის, სადაც ჩვენი გამოცდილება გრძელდება. ეს კითხვა მდგრადად წევს ფილოსოფიასა და პოლიტიკას შორის. ისთვისაა ეს საკითხი ექსპერიმენტულად. ზოგი თეორია გადადის ექსპერიმენტის ფარგლებს. მაგალითად, ბორნის წესი პირდაპირ არ გამოდის მხოლოდ დინამიკური დეკოეჰერენციიდან. დევიდ დუჩმა და დევიდ უალია მიუთითეს, რომ ალბათობა შეიძლება წარმომიდგეს გადაწყვეტილებათა თეორიისა და პროცესების განაწილებიდან. ზურეკი კი აჩვენა, რომ ენვარიანსის კონცეფცია, გარემოზე მიმართებული სიმეტრია, შეიძლება უპასუხა ზოგიერთ ასპექტს. თუმცა საერთო კონსენსუსი არ არსებობს. ეს არის ადგილი, სადაც მეცნიერება და ფილოსოფია ერთმანეთს ხვდებიან. ახალი ექსპერიმენტული ნიუანსები, კოლაფსის ან მისი არარსებობის შესახებ შესაძლოა განსაზღვრონ, რომელ ნარატივს ვირჩიოთ. და აქ არის მთავარი კითხვა თქვენთვის მაყურებელო. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი შეგეხოთ, როცა ერთ წუთშია? ღამით საწოლში რომ ხართ, ხომ არ გიფიქრიათ, რომ სხვაგან კიდევ ერთი თქვენ შეიძლება არსებობდეს? ეს შეიძლება მოგეჩვენოთ ვარსკვლავური ფანტაზია, მაგრამ ეს იდეა შესაძლოა შეცვალოს არა მხოლოდ ფიზიკოსის ბიზნესი, არამედ პირადი გადაწყვეტილებები და ვალდებულებები. თუ სხვა თქვენ არსებობს, თქვენ არსებობს. თქვენი შრომა, სიყვარული და შეცდომები არ იქნება სრულად წაშლილი. ისინი უბრალოდ განაწილდება სხვა ზოლებზე. ეს იდეა არა მხოლოდ სამეცნიერო მიზანია, ეს არის ეგზისტენციალური წნეხი. ამგვარად რა ვიცით? ვიცით, რომ კვანტური მექანიკა მოქმედებს უცნაურად და რომ მისი ინტერპრეტაციები შეიძლება წარმოიშვას მრავალყალიბობის იდეა. ვიცით, რომ დეკოეჰერენცია ახსნის, რატომ ხედავთ კლასიკურ ვერსიას. ვიცით, რომ ინფლაცია და სტრინგ ლანდშაფტი წარმოქმნიან უამრავ შესაძლო კოსმოსს. ვიცით, რომ ბელის ტესტებმა ცხადყო კვანტური კორელაციების რეალური ბუნება. ეს ყველაფერი არ არის უმიზეზო განცხადება. ეს არის ექსპერიმენტებისა და თეორიის ურთიერთქმედების სინთეზი. რა არ ვიცით? არ ვიცით, როგორ გამომდინარეობს ობიექტური თუ სუბიექტური ბორნის წესი. არ ვიცით, აქვს თუ არა measure პრობლემას ისეთი გამოსავალი, რომელიც გამოირიცხავს აბსურდულ პროგნოზებს, მაგალითად ბოლცმანის ტვინების მონაკვეთს. არ ვიცით, არის თუ არა კოლაფსი გრავიტაციულად წარმოქმნილი და რომელი ექსპერიმენტები შეამოწმებს ამას. არ ვიცით, როგორ წარიმართოს პიროვნული იდენტობა ფიზიკურ ტერმინებში ისე, რომ არ დავკარგოთ ნორმატიული მნიშვნელობა. ამ მოუხელთებელ უცნობობებში ტრიალებს ჩვენი ხმები. ექსპერიმენტები უმატებენ ახალ ნოტებს. თანამედროვე კრიოპტომექანიკა და მაკროსკალიური ინტერფერომეტრები აჩვენებენ, რომ სუპერპოზიციები შეიძლება გამოვლენ მეასეობრივ მასშტაბებშიც. აერთიანებული ბელის ტესტები და პლანკის კოსმოლოგიური მონაცემები გვაძლევს უფრო კონკრეტულ მიმართულებებს, ვიდრე ოდესმე გქონდა. მაგრამ ზუსტად აქ ვრჩებით. შედეგები ჯერ არ განსაზღვრავენ საბოლოო გამარჯვებულს შორის. Many Worlds Interpretations, MWI, მრავალ მსოფლიოთა ინტერპრეტაცია. კოლაფსის მოდელების და სხვა ალტერნატივების. ექსპერიმენტები გროვდება, სოფუნხედველობები კი რჩება ღია. ახლა ვიდგებით ყველაზე პირად ნაწილთან. პასუხისგებლობა ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე. თუ მრავალი თქვენ არის რეალობა, შესაძლოა აღქმას შორის მიზეზსა და შედეგს შორის კავშირი ცოტათი შერბილდეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უშეცდომო ხართ. პირიქით, თუ ერთი მოქმედება მრავალი სხვებისთვის მნიშვნელოვან შედეგს იწვევს,
ეთიკის მნიშვნელობა ძლიერდება. თქვენი მოქმედება აღარ არის მხოლოდ ერთი ცხოვრების მიღწევა. თქვენი მოქმედება არის ქსელი, რომელიც ფართო მასშტაბით აისახება. ეს უნდა აინტერესებდეს ყველას, ვისაც აქვს ტელეფონი და ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაში არჩევნებს ახდენს. და მაინც, რა მოხდება თუ ოდესმე ვიპოვნით მკაფიო ფიზიკურ ნიშანს, რომ სხვა თქვენ ნამდვილად არსებობს სხვა სამყაროში. ეს არ იქნება მხოლოდ ინტელექტუალური გადახრა, ეს იქნება კულტურული და პრაქტიკული ტრანსფორმაცია. ეს დაავალდებულებს სამეცნიერო ინსტიტუტებს ახალი ტიპის ექსპერიმენტების შესაქმნელად, გააზრდიან გუნდურ ეთიკას და გამოიწვევს ფართო საზოგადოების დისკუსიას იმაზე, როგორ ვიკვლიოთ და უპასუხოთ მრავალგვარ რეალობებს. და ბოლოს რჩება ძირითადი განცდა. თუ სხვა თქვენ მართლაც არსებობს, ვინ ხარ რეალურად შენ? შესაძლო ერთი ვერგოლი პასუხს ვერ მისცემს. ეს კითხვა უნდა დაგვიტოვოს ფიქრისა და საზოგადოებრივი დიალოგისთვის და გახდეს შემდგომი კვლევის და ეთიკური მსჯელობის მოტივი.